ქუთათურ მზეს ფიცავთ გავიტანთ გოლს მახსოვს ძალიან კარგია გაგას გაგვაქრო მაგაზია საქმე ჯერჯერობით გაგაზე ვისაუბრებთ გავუმარჯოს ყველას მოკლედ ხვდებით რომ ლაილაია ეთერში პარასკევია დღეს და ეთერშია კი არა და YouTube-ზე ბილი ბერკის ირლანდიურ კავშირში ვიყოფებით კოსტავას 77 სეტანტა სეტე პარასკოპილი ნომერია და დღეს ვისაუბრებთ ვიხვდებოდით ალბათ ქუთაისის ტორპედოს შესახებ ბატონი დავით კერესელიძე კლუბის პრეზიდენტი დიდი მადლობა რომ ამ ძნელბედობის ჟანს მოხედით შეეთან დიდი მადლობა მოწვევისთვის მე პირველი რო დავინახე გაგაჭახარავეს ამათ მეთქი სანამ ძიმე თემებზე დავიწყებთ საუბარს აი ძიმე თემები არ იქნება სამუშაო თემები ძიმე ანუ შედეგიდან გამომდინარე ხარ მანამდე რა უნდა თქვა არა ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე რა რომ აი ნებისმიერ დროს ნებისმიერ გადაცემა რა ვიცი რაც მინახავს ყველა ამბობს და მეც მათ შორის აი საკმარისია დაურეკო თხოვო მოსვლა და უარს არასდროს არ ამბობ და ის კი არა არასდროს მე არ მახსენდება რომ გეთქვათ გადაცემამდე იცი რა მოდი ამაზე არ მკითხო რა უხერხულა არასდროს ეგეთი რამე არ ყოფილა ეგ ნამდვილად დასაფასებელია რა რომ ღიად საუბარი მაგაში ვეთანხმები აბსოლუტურად და YouTube-ზე პირველი ჩვენი ვერა ხო პირველად ხართ ისე მე უბრალოდ სანამ დავიწყე გადაცემას მინდა გითხრათ რომ ჩემი დანოდარის ჩაცმულობაზე ზრუნავს კომპანია თერძინოდარა დღეს ზუსტად ერთნაირად გვასწია შემთხვევით ესე გამოვიდა მე მეგონა ეს ტორპედოს დაუკავშირეთ იმიტომ რომ შავი ხუდები ტორპედოს ფანშოპში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია შავი ხუდებზე გამახსენდა ძალიან მომეწონა პირველი თამაში რო ჩავთე ახლა ამ სეზონის რო დაიწყო კადრი და ეს თეთრი ხუდები აი ეგ ნამდვილად ძალიან კარგი ისა დათო ის გადაწყვეტ ის აი ფიროსმანის ამბებიც ეგ რაღაცა კარგი ისენია ყველაფერი მაგრამ აი თავარი რაც არის მოედანზე რაც მოხდა წელს დასაწყისში სეზონის ხო ცოტა მოულოდნელი იყო ნამდვილად მეც ერთადერთი რეაქცია მაქვს გაყვირვება ანუ სხვა კომენტარი ძალიან მიჭერს მაგრამ თქვენთან პასუხისგებლობაც გააქვთ მაგაშია მთელი საქმე და ვიცით ეხლა ბევრი კითხვები არის ძალიან სახელი და გვარები დავსვათ. მართლა, იმიტომ რომ რეკორდული კითხვებია. კორექტობის ფორმაში არის ყველა, არის კრიტიკა ჯანსაღი და რაღაცა აზრები აქვს ხალხს და ერთი მხრივ კარგია რომ აი ორი რაღაცა ვარიანტი არსებობს ტორპედოს გარშემო დღეს რა. ანუ ერთი ვთქვათ რომ მე ამ გულში ძალიან მივესალმებ იმას რომ ეს ხალხი ესე აქტიურად არის ჩართული და სულ მუდმივად რაღაცა ტონუსში ყავს გუნდი ასე ვთქვათ და მეორე არის რომ გადაწარმოება არ მოხდეს რომ კლუბელმა არ იფიქროს რომ არ დავიღალე და დავედი ახლა აქედან ეს ვარიანტები ეს ტონუსი არსებობს ორი ამიტომ ერთი საქმის საკეთებლად უნდა გაერთიანდეთ ალბათ კი არა ცხადია მე ყველაფერში პოზიტივს ხედავ, მათ შორის კრიტიკის ინფორმაშიც. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ალბათ მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანებს გული დგივათ. რადგან გული დგივათ, ესე იგი რეალურად გული შეტკივათ, ხო? და აქედან გამომდინარე, ძალიან პოზიტიურად შეიძლება დავინახოთ, თუ კი ამდენ ადამიანს გული შეტკივა ტორპედოს მომავალზე. დარწმუნებული შორს არ არის ის დრო, როცა ისინი გააცნობიერებენ იმას, რომ ეს საქმე ერთად გვაქვს საკეთებელი, ისინი არიან გუნდის ნაწილი და ნებისმიერ კომენტარს გარკვეული შედეგი მოყვება. ისე ერთად აი თქვენ 5 წელი აქ ხართ. ხო, თუ არ ვცდები კიდე ესე თითქმის 5 წელი. 5 წლის განმავლობაში აი როგორც დაიწყეთ შენება გუნდის, ნუ თქვენი ამოცანა რაც იყო, რომ აი ევროთასებზე გავიდეთ რაღაცა ნელ-ნელა ეტაპობრივად. აი ეს გულშემატკივარი რა, ჯუნგლებზე მაქვს საუბარი, მოგყვებათ ბოლომდე, მე რაც მომწონს ამ ხალხის არის, აი მართლა მაჯისცემაზე უდევთ ხელი რა, რაც არ მოწონთ და რაც დღეს შიდა ჩემპიონატში გუნდებს აკლიათ, არის ყველაზე არ არის საუბარი, არის გუნდები, რომელთაც აი ესეთი ქომაგობა აკლიათ, რომ აი კრიტიკა პირდაპირ კრიტიკული განცხადებებით იკითხობენ თქვენთან შეხვედრას და მიდის ეს საუბარი, ეს ძალიან დასაფასებელია რა, რომ ესეთ კივათ როგორც თქვენ აღნიშნეთ და ესეც არა, ბუნებრივია, ხო, ანუ თქვენ ახსენეთ ჯუნგლები, ზუსტად ეს იმ ჯგუფს განეკუთვნება, ვისაც მე მაყურებლად არ მოიხსენიებ და ვთვლი, რომ არის გულშემატკივარი. ანუ მარტივად რო ვთქვათ, მე მგონია, რომ დღეს რეალურად ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ქუთაისის ტორპედოს ყავდეს მეტი გულშემატკივარი. ანუ ჯუნგლების ჯგუფთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლური ურთიერთობა. უკვე ძალიან დიდი ხანია. ხშირად ვხვდებით და ვსჯელობთ, მაქსიმალურად გახსნილი ვართ მათთან ურთიერთობაში. არა მარტო მათთან, ანუ ჩვენ შეგვიძლია გახსნილად ვთქვათ, რომ ყველასთვის გვინდა რომ ვიყოთ ღია. მინიმუმ როცა გაკრიტიკებენ, ჯობია რომ სიმართლის გამო გაკრიტიკონ, ვიდრე რაღაცა წარმოდგენები ქონდეთ ადამიანებს, რომ რაღაცა არ ხდება, ან რაღაცა ცუდად ხდება, ხო?
წარმოსახვა არ გვიჭირს ქართველებს, ანუ ყველაფერი მომისმენია მე ამ პერიოდში, რა ვიცი, ფულის გათეთრებიდან დაწყებული იმ ინტერესით, რომ საერთოდ არ გვინდა რომ გუნდი წარმატებული იყოს, დამთავრებული. აი ჩემ მეგობრებს რო უთხარი დღეს რომ ეს აი კითხეო რა, ესე მაგრა უყარს ქართული ფეხბურთიო რომ ამ ყველაფერში არისო. აი იცი რა, მე ზოგადად ყოველთვის ვარ იმ ხალხის მხარეს, ვინც ფეხბურთს დებს ფულს. ადამიანურად. მაგრამ კითხვა და რატო, ხო? იდეაში. არა, რატო ეს კითხვა ზოგადად ისეის. ანუ რაზეა იცი საუბარი რომ არარენტაბელური არის, მოდი ესე ვთქვათ რა. ტორპედოში მისვლიდან ფათაშორის მადლობა. ცოტა გულს დაგიმშვიდეთ. გინესი ერთ-ერთ საუკეთესო ჩვენთან არის აქ ელოდის კავშირი, ეგრე ბატონდოვის მე გულს გაიგრილებს და მირთით თქვენ და ეს მომენტი არის, რომ ბიზნესმენისთვის უნდა იყოს ძალიან ინდივიდუალური გარემო, რომ ფეხბურთს ჩადოს ფული, ან ძალიან მაგრა ფანატიკურად უნდა უყარდეს ფეხბურთი, რომ თქვენ შემთხვევაში რომელია. ან უნდა გქონდეს იმედი, რომ ხვალ ეს ყველაფერი სხვანაირად იმუშავებს და რეალურად თუ ეტაპ არ გავიარეთ ეს გზა, ნაბიჯ და არ მივედით იქამდე, რაც ყველას ერთად გვინდა. მაშინ არ იქნება ის ეტაპი, როდესაც ჩვენ სიამოვნებას მივიღებთ. აი ეხლა 5 წელი, ხო? 5 წელი აქ ხართ. აი ალევინე ბიჭო გა. არა, არა დავle. აი ეხლა რა ეტაპზეა ტორპედო, თუ შეგვიძლია გითხრათ, ხო? აი 2021 წლიდან აქ ხართ, ხო? აი ეხლა რა ეტაპზეა რო გითხრათ ტორპედო? აი ეტაპ გავდივართ. კი, არა, მოდით ესე შევხედოთ, ანუ ჩვენ პირველი 2 წელი მაინც ისე გამოვიდა, რომ დაკვირვების პერიოდი იყო, იმიტომ რომ რაღაც მოლოდინები გქონდა, რომ თუნდაც ფინანსური სტაბილურობა იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი წარმატებისთვის. აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი არის გასაკეთებელი, ანუ ძალიან ბევრი დეტალი, დაწყებული, რა ვიცი, საფეხბურთო მხარით, ანუ ბაზა იყო მოსაწესრიგებელი, სავარჯიშო მინდვრები იყო გასაკეთებელი, სამედიცინო მხარე იყო მოსაწესრიგებელი, ფიზმომზადების ნაწილი, არ ვიცი, კვების ნაწილი, ყველაფერი ეს, ამის მიღმა თვითონ გუნდის იდენტობასთან დაკავშირებითაც ძალიან საინტერესო რაღაცები აღმოაჩინე მე ჩემთვის, სულ რამდენიმე თვის წინ და ეს არის ის, რაც კიდევ ერთი საამაყოა, რომ ჩვენ გვყავს ესეთი კლუბი. თუ კი მანამდე ვფიქრობდით, რომ ეს იყო ავტოქარხნის მუშათა გუნდი, სრულიად შემთხვევით მე გავიცანი ადამიანი, რომელსაც მითხრა, რომ მამამისი ტორპედოში თამაშობდა 1921-27 წლებში. ბუნებრივია, როცა ისტორიულად ვიცოდით, რომ 1946 წელს ვიღებდით ჩვენ 21-27 წლებში. ხო, ანუ ტორპედოს დაფუძნების თარიღად, ანუ აი მაშინ როცა ეს ავტოქარხნის მუშათა გუნდი ჩამოყალიბდა, სიღრმეში შევედით და ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ 1921 წელს, ანუ ხაზგასმით ვამბობ ამ თარიღს, ქუთაისში ჩამოყალიბდა გუნდი, რომელსაც სახელი დაარქვეს ბაშიაჩუკი. ანუ 21 წელი, ნახე, გასაბჭოების პასუხად ქუთაისში ბაშიაჩუკი ერქვა გუნდი ჩამოყალიბდა სამსახელი. კი, მე ფოტოსაც მე გაგჩვენებთ და ამაზე შეიძლება ცალკე მიუძღვნათ გარკვეული საინტერესო გაშუქება, მოდი ესე ვიტყოდი. რატომ? იმიტომ რომ 2 წლის განმავლობაში რო წარმოიდგინო, 2 წლის განმავლობაში ამ გუნდმა მოახერხა ბაშიაჩუკის სახელით თამაში 21-23 წლებში. სახელი მე შეაცვლევინეს და ერთ-ერთი რევოლუციონერის სახელობის გუნდი დაარქვეს, მაგრამ რეალურად თვითონ ეს ფაქტი, ხო, ანუ რა რეაქცია ჰქონდა მაშინდელ ქუთაისელ ახალგაზრდობას გასაბჭოებაზე. ხო, ანუ ეს ფოტო ძალიან ცნობილი ფოტოა, ანუ ბევრჯერ ლელოშიც არის დაბეჭდილი, რა თქმა უნდა, არ არის მითითებული ხანდახან გუნდის სახელი, არ არის მითითებული შემდეგ არჩევანადგელობა. კი, ანუ ხო და თან ბაშიაჩუკი ხო ქუთაისელი კაცისთვის, ხო ხა აკაკი წერეთელთან, ანუ ქუთაისელი და იმერელი კაცის, რა ვიცი, ვაჟკაცობასთან, სამართლიანობასთან, რაც მე ძალიან მინდა რომ ფეხბურთში მე უფრო მეტი იყოს. და ყველანაირ დადებით თუ ისე ერთთან ასოცირდება. სამართლიანობასთან. ხო, ნუ ხა UEFA-ს fair play და ფეხბურთი განუყოფელია, ხო? ანუ რეალურად ფეხბურთი ბევრად უფრო მეტია ვიდრე თამაში. ფეხბურთი უკვე კულტურის ნაწილი გახდა არაერთ ქვეყანაში და შესაბამისად ეს არის ძალიან საინტერესო, ხანდახან ვამბობთ რომ რბილი ძალა იმისთვის, რომ საზოგადოების ცნობიერებაზე დადებითი გავლენა მოახდინო. ანუ ეს არის ალბათ გაცილებით უფრო მომგებიანი ვიდრე, რა ვიცი, ომში გამარჯვება. ნუ ეხლა შეიძლება ჩვენ არც ერთ წინააღმდეგი არ ვიყოთ, რომ ეხლა ბრძოლაში რუსეთი დავამარცხოთ და ჩვენი ტერიტორიები ისე დავიბრუნოთ, ხო? რა ვიცი, არ ვიქნებით წინააღმდეგი. ხო და აი ეხლა მაგრამ რეალურად შეიძლება გაცილებით უფრო უსისხლო და ნაკლებ ტკივნეული იყოს წარმატების ფეხბურთი. და ჩვენი საზოგადოების ფეხბურთით გაერთიანება. ეგ გაერთიანება და ეგ გზები აინტერესებს ხალხს და მაგაზე რომ ვილაპარაკოთ, რა წეგანაც კითხე. ბატონო. რა ადგილზე ვარ? მე ხელსაყრელი დამჭირდება უბრალოდ, იმიტომ რომ ხა თეთრი უბაშებით ისეთია შენ უკვე თმები გაგითეთრდაო მითხარი და ეხა მე მეტყვი ტუჩების თეთრი ქოლიო ამას.
ხო და აი ეხლა რა საფეხურზეა არა სერიოზული თემა. ის რაც ჩაყარეთ თქვენ რა ის ფუნდამენტი. კი, რამდენიმე ფრაზით შევკრავთ უგნებავთ, ანუ მართლა წარმოდგენა ჩვენ თქვენს მაყურებელსაც გქონდეს. ესეთი ძიმე სტარტი ხო, რაც წელს აქვს ტორპედოს. მაყურებელიც ამბობს ამას ტორპედოს კომაგიზე, ან ტრადიციად იქცა თითქოს აი ესე მძიმედ დაწყება. ხო, შარშანაც 5 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე ვიყავით, ალბათ ამას გულისხმობენ და რა თქვენ რომ მოხვედით, ანუ მაგ პერიოდს გულისხმობ რა და აი რო არ იცვლება ამ ფაზას ხშირად შეგნებულად არ ვაკეთებთ. არა, შეგნებულად გაცნევად, შეგნებულად თუ აკეთებ, ესე რაღაცა გეგმა არა, ხო, ეგ ვერსიაც იყო რომ ტრანსფერებზე ბევრ ფულს ხარჯავს და მე პირველ ტურებში იღებს ამ თანხას და ტოტალიზატორით და სხვა საკითხებით. არა, ეგ საერთოდ თავში ხო, არა, მაგრამ რეალობას ეს არ შეესაბამება ამის კომენდოდა. ხო და აი რა გავაზიაროთ ინფორმაცია რომ საზოგადოება გავაზიაროთ ამ ნაწილში. რატომ ტრიალებთ ერთ წრეზე ხარისხობრივად და შედეგებით და და აი 5 წელი ახლა ბოლო ფრაზას დაგეთანხმები ხარისხობრივში, ხო? ანუ ისე აღმოჩნდა რომ რეალურად წინსვლა ამ ნაწილში ბოლო წელიწადნახევარი აღარ გვაქვს, ხო? ანუ იმიტომ რომ მე ერთმანეთს გავს რა. ანუ ყოველ წელს ვთვლი რომ გუნდი ვითარდებოდა, ანუ ნაბიჯს რა თქმა უნდა გამდით საიდან დავიწყეთ, ხო? დავიწყეთ იქიდან როცა ფაქტიურად გასავარდ ზონაში იყო გუნდი და ჩვენ მაშინ მარტვილის მერანთან ვითამაშეთ ზუსტად ეს გადათამაშება ერთგვარი უმაღლეს ლიგაში დასარჩენი, ხო? გია ცეცაძე იყო მახსოვს წვრთნელი რომ დარჩა. შესაბამისად ძალიან მარტივად რო ვთქვათ, იმ პერიოდში სხვა ამოცანები იყო, სხვა მოლოდინიც იყო, მე პირველივე გუნდი რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ხო? იმ პირველივე გუნდში უკვე გამოჩნდა ისეთ სახელები რამაც მაფიქრებინა რომ ჩვენ ბევრად უფრო წარმატებულად ვითამაშებდით, ხო? არ ვიცი, მაშინ ლევან ჭედლიძე იყო დაბრუნებული, ემპოლის გამოცდილებით, არაბიძე მაშინ მომენტიდან გახდა ტორპედოს ნაკრები. ჩვენ ვიყავით ჩამოსულები თქვენთან მაშინ. ხო, არაერთი სხვა ფეხბურთელი, ანუ გიორგი კუხიანიძე დაბრუნდა, პაპუნაშვილი ჩამოვიყვანეთ ასევე და ცდილობები ჰქონდა რომ რაღაცა ესეთ საინტერესო გუნდი შეკრულიყო. სულად არ თამაშობდნენ. მაგრამ ნუ ეს ის შედეგი არ იყო, რასაც ჩვენ შემდეგ ეტაპზე უნდა გადავეყვანეთ, ხო? ანუ ეტაპობრივად ყოველ წელს, ანუ ეს უთხარით გულშემატკივარსაც, რომ ყოველ 6 თვეში გულს გავაძლიერებდით და ვაგრძელებთ ამ პროცესს. ვაგრძელებთ ამ პროცესს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ეტაპობრივი განვითარება და შესაბამისად ხშირი რყევები გუნდის განვითარებისთვის არ არის მომგებიანი. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ ჩვენ უფრო მყარად გვაქვს გადაწყვეტილი რომ წვრთნელებს ვენდოთ, მოდი ესე ვთქვათ და შესაბამისად კითხებიც არის, გუნდს ვაძლიერებთ ყოველ წელს რო ამბობთ და ვთქვათ იონსენს უშვებთ და მსგავსი ვერავინ მოკავთ. აი ხო ხვდებით რა თუ მოიყვანეთ ეგრე ფიქრობთ, რა ვიცი ხა. ეგ კითხებიც არის, მაგრამ არა ხო ამას მოდი წლის ბოლოს შევაჯამოთ ჯობია, ანუ რეალურად იონსენთან მიმართებაში ძალიან გიაჩებული. არა, მაღალი ქონდა ხო? ჩვენ ხა უყურებთ. კი, არა, მაგრამ ზაფხულში მოვიყვანეთ ანდრიჩი იონსენის შემცველად, ხო? ანუ მარტივად გადაწყვეტილება იყო ასეთი, რომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მომავალი უფრო ანდრიჩი იყო ვიდრე იონსენი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ იონსენი თვითონ თვლიდა, რომ თავი ამოწურა ჩვენ ჩემპიონატში. ხო და ნუ კეთილობებზე წავიდა, გასაგებია. ეს კიდევ მედლის მეორე მხარეა, რომ ის არ წასულა უკეთეს პირობებზე, აქედან გამომდინარე, მან ჩათვალა, რომ უბრალოდ თავი ამოწურა. ხვდებით, ანუ ძალიან მარტივი თემა. მიუხედავად იმისა, რომ წვრთნელებსაც უნდათ, რომ ის დარჩენილიყო და ხა ასევე ასთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამან, იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ დირკ შუსტერს უნდოდა, მართლა უნდოდა, რომ იონსენი დარჩენილიყო. რატო თვითონ არ უნდოდა და შესაბამისად იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთელს არ უნდოდა, მეც არ მინდოდა, რომ ის დარჩენილიყო. ანუ ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად ეს არის ჩემი და იონსენის გადაწყვეტილება, ხო? ანუ იონსენის და ჩემი, მოდი ესე ვთქვათ. ხო, აქედან გამომდინარე არ უნდოდა ეხა და ანუ აქ მარტივად რო ვთქვათ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჯერ არც ერთ ფეხბურთელს ჩვენთან მინიმუმ, ანუ ჩემი დაკვირვებით შემიძლია ეს გითხრათ, არ ვიცი სხვა გუნდებს ეს ძალიან გამიჭირდება ამის შეფასება. არ გამოდგომია ფეხბურთელი, რომელიც იძულებით რჩება გუნდში. ხო, არა, მეც არ ვიცი, ხა ნოდართან მუშაობ, მაგრამ მაძალებს და რა გზივარ და მაგრამ მას არ დადებითით ისინი არგუმენტები ხო, ანუ ეხა ეგეთ იძულების ქვეშაც, წნეხის ქვეშაც არ გძნობ ეხა თავს. რატო გავს ისე ყოველი სეზონი, ანუ ხარისხობრივად ერთმანეთს? ვიტო, რამდენჯერ უნდა იკითხო? არა, მართლა მაწუხებს და გვეკითხები, გაიგე პასუხი, რა. არა, ერთ გავიგე. მაინტერესებს რა, რატო გავს? ხო, ანუ მე იმიტომ რა არის, ყველაზე კარგი დაფინანსება ტორპედოს აქვს, კარგი ყველაზე კარგი რა იცი? რა, ეხა რაც ჩანს, რა ტრანსფერებიდან გამომდინარე. საქართველოს ჩემპიონატში ბოლო 2 წელია ყველაზე კარგი. ხო და გულდასაც ვეთ ეხა ტორპედო თან ნახე აი მე ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის გვერდითი ეფექტი თქო, ანუ ყველაფერი ის რასაც ვითარებთ, ხო? აუცილებლად მოიტანს ჩემპიონობასაც. ხო, მაგრამ თვითმიზანი ეს იმიტომ არ არის, რომ რეალურად ჩვენ გვინდა, რომ ჩემპიონობის მიღმა სხვა შედეგებიც მალე მოგივიდეს. ეხა ხა რომელიც კითხავს ხსენს ბოდიში და თქვენც იცით, რომ თქვენ სადაც ხო იცით, რომ ყოველთვის თქვენი საჯარო გამოჩენა იმათ
აი რას ეტყოდი? ეხლა, აი დღევანდელი განსახედა, როცა სამწუხაროდ აი ეგრე ხრილი და უყურებ და აი მართლა მიუღებელი არის აბსოლუტურად. მათ იმას გულისწყრომას, ცოტა აგრესიას გაგებით ეკიდებით თუ არა? კი, ცხადია, უნდა ვეკიდებოდეს სხვა არჩევანი არ მაქვს და ბუნებრივია, ხო, ანუ ნამდვილად არ არის სასიამოვნო, რომ ტორპედო ბოლო ადგილზეა. მეორეს მხრივ საინტერესოა სადვიქნებით სეზონის ბოლოს, ხო? ანუ რეალურად ჯერ განადება ეს კარგი განცხადებაა და მეც მინდა რომ იყოთ თავში პირველ მეორე ადგილზე და იბრძოლოთ ჩემპიონობის ბოლომდე და ევროპაშიც გავიდეთ და იმასე მოხვდეთ და ასე შემდეგ. კი. ხო, ყველაფერს თავის დრო ძალიან ბევრია ჯერ გასაგებია. რას ვეტყოდი? ძალიან მარტივ რაღაცას ვეტყოდი, ანუ ვეტყოდი იმას, რომ ჩვენ ასევე ვეძებთ მიზეზებს და ყოველ ჯერზე როცა რაღაცა არ მიდის პოზიტიურად, ვცდილობთ რომ უფრო ღრმად ჩავიხედოთ, რა შეიძლება იყოს პრობლემა. 5 წელი ხო არის საკმარისი, რომ ერთხელ ჩემპიონი გახდეს საქართველოში გუნდი. ანუ მე ყოველთვის ვემხრობი ხოლმე რას, ცი ძალიან მომწონს ერთი, აი ყველაფერთან ერთად რა, დასაწყისშიც გითხარით, რომ აი მწვრთნელს რო დროს აძლევთ, ეგ ძალიან კარგია და იშვიათი მომენტია ჩვენთან. აი ბათუმის დინამო მახსოვს, რომ კია გეგუჭაძეს დიდი ხანი ეგეთი დაახლოებით 5 წელი ქონდათ რო და ჩემპიონის შოუდარ ისეთე მიგახსოვს, რომ ორ კვირაში გაუშვია ყველაზე მაგარი წელი და ეგ სხვა თემაა, მაგრამ მე კაი მაგალითებს ვიმახსოვს. გეგუჭაძე 5 წელი აგერ ახლა თქვენ აძლევთ შუსტერს რამდენი ხანია ხო აქ არის და აძლევთ ჩანს ხო აი 5 წელი რა მინიმუმ თან ესეთი ტორპედო შემადგენლობის თვალსაზრისითაც ფინანსურადაც ხო უნდა გამხდარიყო ერთხელ მაინც მინიმუმ ჩემპიონი ან რაღაცა მგონია ბატონ დავთო რომ აი სადღაც ვიკარგებით რა ვეძებთ მაგრამ აი ცუდად არ გაიგო როგორც გულშემატკივარი ისე მომბ თითქოს არასწორი გზით მივდივართ და დრო იკარგება და გადის რა აი კიდევ გეუნებით უხერხული ესე რომ ტკივა გული და მაგიტომ გეუნებით ძალიან მიყვარს ტორპედო ქუთაისიც და მაგიტომ მაინტერესებს თქვენგან ეგ ყველაფერი რა 5 წელი ერთხელ ჩემპიონი თასი მოიგეთ გასაგებია სუპერთასიც მოიგეთ მაგრამ არ ჩაიც ტორპედოს მაისური დღეს როგორ აღარ მეტევა რომ მომიტეხე და შე რო დაიტრიე აღარ მეტევა მაჩუქეს არ მაგარი შენ კი არ მოგცედა მე მომცედა მადლობა ტორპედოს მაგარი მაისური მე ორი მაქვს თან აღარ მეტევა ორი მაქვს აღარ მეტევა რა უქნა ჟმოტი კარგი პირდაპირ პასუხი კი 5 წელი საკმარისი დრო არის იმისთვის რომ ჩემპიონი გახდე აქედან გამომდინარე როცა პირველად შევხვდი მე გულშემატკივარს და დაახლოებით გავსე კითხვა დამისვეს მეც უთხარი რომ ანუ პირველი 5 წლის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი რომ გუნდი არაერთ ტიტულს მოიგებდა და მათ შორის არაერთხელ გახდებოდა ჩემპიონი. შესაბამისად არაერთხელ ნიშნავს რომ არაერთხელ, ანუ ერთზე მეტჯერ უნდა გამხდარიყო ჩემპიონი. ეს პირობა მე უკვე ვერ შევასრულე, ფაქტია და შესაბამისად სწორადაც გახსნილად გულშემატკივარსთანაც მქონდა ამაზე საუბარი. იყო გარემოებები, რაც მე ვაფიქრებინებდა რომ ეს ბუნებრივი იქნებოდა, რომ ჩვენ თუ იმ განვითარების ტემპით გავაგრძელებდით მუშაობას, ადრე თუ გვიან ეს შედეგი მოვიდოდა. მე დღესაც მჯერა რომ არ ვიცი შემდეგი წლების განმავლობაში ეს ესე უნდა მოხდეს აუცილებლად და ჩვენ ყველა თამაშს არა ეს ხალხი გვიყურებს ეხლა და ყველა თამაშზე გავდივართ მოსაგებად და ანუ ჩვენ ვიბრძოლებთ სამივე ტიტულისთვის. აი თქვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ, ამაში დარწმუნებული ვარ, ეხლა გარანტიების მიცემა რომ ყველა ტიტულს მოიგებ ან რა ვიცი, ისევ იგივე არ მოხდება რა ჩარშან, როცა ვერც ერთ ტიტული ვერ მოვიგეთ, ხო, მე არ შემილია, ბუნებრივია. თუნდაც აგერ შარშანდება მაგალითმა გვაჩვენა, როდესაც ეხა შარშანწინ ბოლო წლის წინ 5 ქულით უსწრებდით მეორე ადგილზე მყოფ გუნდს, ხო? ანუ თეორიულად, ხო, ჩვენ უკვე ჩავთვალეთ, რომ ვიყავით იქ. და გულშემატკივართანაც იყო საუბარი, ზუსტად ის ადამიანები, ვინც დღეს მე მეუბნებიან, რატო ვერ გავხდით ჩემპიონი, ამბობდნენ, რომ კი, აი, შეცდომკვლავ ხედავთ, რომ სრულდება დაპირება და ძალიან მალე ჩვენ სხვაგან ვიქნებით. ანუ ყველას გვჯეროდა წელიწად ნახევრის წინ, ზუსტად სუპერთასი რომ მოვიგეთ და შესაბამისად მივდიოდით უკვე პირველ ადგილზე, რომ რეალურად ჩვენ დავიჭირეთ ის ტალღა, რა ტალღასაც ამდენი ხანი, ასე ვთქვათ, ვეძებდით, ზურგის ქარიც ადგილზე იყო და წესით ყველაფერი უნდა გეგმის მიხედვით წასულიყო, ხო? მაგრამ მოხდა ისე, რომ ბოლო წრეში 4 თამაში წავაგეთ და შესაბამისად რეალურად პირველი ადგილი დავკარგეთ, ხო? ხდება ეს ფეხბურთში, ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები აქვს და დავიწყეთ ამის ძებნა რეალურად თუ რა მიზეზები შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ შარშან ჩვენ ყველა სეგმენტში, ანუ რაც ფეხბურთს უკავშირდება, ხო, დაწყებული საწვრთნელი ბაზით, გაგზელებული, რა ვიცი, ფიზმომზადებით, სამწვრთნელო გუნდით, მაქსიმუმი გავაკეთეთ რაც შეიძლებოდა. ანუ ბაზარზე იმ მომენტში, ჩემი აზრით ახლა და ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ შეცვლილი იყო უკვე ვითარება და ტორპედოში ჩვენ შევძელით რამდენიმე სერიოზული მწვრთნელის დაინტერესება რომ ჩამოსულიყვნენ და მათ შორის ყველაზე სერიოზული ავარჩიეთ. ანუ ჩემთვის დირკ შუსტერის კანდიდატურა
სწორედ იმ სასწაულების გამო რაც მას გერმანიაში ჰქონდა გაკეთებული, დაბალ ბიუჯეტიანი გუნდი ჯერ მესამე ლიგიდან ამოვიდა ბუნდესლიგაში და ადგილი შეინარჩუნა, ამიტომაც ის გახდა საუკეთესო მწვრთნელი მაშინ როცა იქ იყვნენ გვარდიოლა, ტუხელი და კლოპი, ხო? ეხლა ეს სამი ხუმრობით ვამბობ ხოლმე, შეიძლება ტელეფონზე არ ეპასუხათ საერთოდ და არც განეხილათ, ხო? ეს ადამიანი ჩამოფრინდა საქართველოში. ერთი რაღაც მახსოვს მე მგონი 5 დღე ერთად ვიყავით, ანუ ყველაფერი ვნახეთ თბილისიც, ბათუმიც, ქუთაისში ყველაფერი ერთად დავათვალიერეთ. მათ შორის ბაზაზე მარტივად ვეუბნებოდი, აი აქ იქნება ერთი მოედარი, აქ გავაკეთებ ახალ, ის მაშინ იყო ხელოვნურ საფარიანი, მის ნაცვლად გაკეთება ბუნებრივ საფარიანი. აქ იქნება ეგრეთ წოდებული ჯიმი, აქ იქნება, რა ვიცი, ნუ რას არის, გასაგებია რომ შიდა კლინიკა, იქნება ფიზმომზადების ცენტრი, იქნება რეაბილიტაციის ცენტრი, ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი იყო დაპირება. ამ ადამიანმა პირდაპირ ვთქვათ, დაიჯერა ამ ყველაფრის და მითხრა, რომ თუ ამას ყველაფერს გააკეთებ, მე წამოვალ. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა, ხა 10 თებერვალს გავიდა უკვე 1 წელი, ანუ მეორე წელია, თქვენ სწორად თქვით, ანუ რაც ის აქ არის და შესაბამისად ეს მეორე წელია, უკვე წინა მოსამზადებელი პერიოდით ერთად გავიარეთ და შესაბამისად მან უნდა გვაჩვენოს ის რა შეუულია. ანუ ეს რას ამბობს თვითონ ეხლა აი ამ ყველაფერს. ხო, ეხლა ეს თამაშები რო წააგეთ, პირველი ორი აი ეს გადმოსულ გუნდებთან და მათი გასაგებია რომ мотивაციით და ყველაფრით გასაგებია, მაგრამ ხელა ბიუჯეტიანი ტორპედო, ესეთი ფლობელით, ესეთი ტრანსფერებით, იმით რომ ესე თამაშებს აგებს, მან ცელმა რაღაცა პასუხისგან რაღაცა უნდა თქვას. ანუ ის არ გაურბის პასუხისგებლობას ხადია, ხვდება რომ გარკვეული შეცდომები არის დაშვებული, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც წინა მოსამზადებელი პერიოდით თუ იმსჯელებთ, ყველაფერი ახლოს იყო იდეალურთან, ამხანაგური თამაშებით ძალიან კარგად ჩაატარა გუნდმა და შესაბამისად მოლოდინი იყო, რომ აბსოლუტურად სხვა სტარტი გვექნებოდა. თვითონაც იმას ამბობდა, რომ წინა წლიდან განსხვავებით პირველი ტურიდან უნდა დავიწყოთ და თავიდანვე ვაჩვენოთ შედეგები. ანალოგიურად, ახლა თქვენ იონსენი ახსენეთ და ხო, ანუ აქ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ერთ-ერთი მიზეზი, რატოც მე ესე რო ვთქვათ, დავეთანხმე იონსენს რო წასულიყო, იმიტომ მას კიდე ერთი წელი ჰქონდა კონტრაქტი, ხო და თუ ჩვენ მას არ გავუშვებთ, ის ვერცად ვერ წავიდოდა, კი იყო იქ გამოსასყიდი, რომელიც თვითონ გააქტიურა და უბრალოდ მე დავეთანხმე, რომ ის ნახევარი გადაეხადა და არა მთელი თანხა. სწორედ იმიტომ, რომ ის ფიქრობდა, რომ მან თავი ამოწურა უკვე ტორპედოში. ხო, ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ის, რომ ჩვენ უფრო განსხვავებული სანახაობრივი ფეხბურთი გვეთამაშა, ანუ ის რასაც დირკ შუსტერს შარშან დიდი დროის მანძილზე უწუნებდა, ყველა, მათ შორის ჩვენც, მეც, იყო თამაში პირველ ნომრად, იყო თამაში უფრო აქტიური, დომინანტი ფეხბურთის და შესაბამისად მოდი ვთქვათ პირდაპირ სანახაობრივის, ხო? ანუ ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ქულები, კი, გვინდა ქულები, მაგრამ ასევე გვინდა სანახაობრივი მხარე. აი სპაერთან მაგალითად, ხო, კოხრემში შეაგდო თუ არა? მე მაგ თამაშს უყურე, რეალური მომენტი ტორპედოს აღარ ქონია, გაჩერდა, პირველი 10 და ბოლო 10 წუთი ითამაშა გუნდმა, ხო რა ძალიან უცნაური. აი ბოლო 10 წუთი წინა გასულ სეზონშიც იყო და ძალიან ნაცნობია, აი ბოლო რამდენიმე სეზონი შემიძლია გავიცნო. ხო, რატო არ ინდომებენ, არის კითხვა, ხო, რატო შეუულია. ანუ ეგ მომენტი არის, არა, არის, ხო, ნახე, მაგიტომაც ვამბობდით ახლა წინ ჩვენ გარეთ რო ვიჯექით და დიმასთან ვსაუბრობდით, ამ ძირითად ფაქტორი რა არის, ხო, ხა რატო თამაშობენ გადმოსული გუნდები თითქოს უკეთესად ვიდრე ის გუნდები, რომელიც ანუ უმაღლეს ლიგაში მათ დახვდათ, ხო? ანუ მათ მოყვებათ мотивация, მათ უყვებათ ის შემართება, გულშემატკივრის მხარდაჭერა მათ შორის, იმიტომ რომ ისინი აღმავალ ტალღაზე, განსხვავებით ჩვენგანთან არის მეტი წნეხი ამ ეტაპზე. ამ წნეხის მოხსნა თავის თავზე პირველ რიგში სადა შუსტერმა შარშან როცა თქვა, რომ ის 3 ივლისთვის იბრძოლებდა დასაწყისში, რასაც მოყვა ძალიან დიდი ტალღა უკმაყოფილების, როგორ შეიძლება ჩამოდიოდეს თუნელი და ამბობდეს რომ ის 3-ში შევა, როცა ჩვენ მოლოდინი გვაქვს, ის უნდა იყოს ჩემპიონი. ხო, ძალიან მარტივი ახსნაა, ხო? ის თავის თავს უხსნის სტრესს. ხდებით ის იმას კი არ ფიქრობს, რომ ის მართლა არ უნდა ჩემპიონობა, ან არაპირებს ჩემპიონობას, ხო? ან რომელიმე თამაშის მოგება არ უნდა. პირიქით, ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი, რომ ისევე როგორც ფეხბურთელებს ის მოთხოვნაც, რომ სამეულში მინდა მოუხვდე და მთავარი ამოცანა ეს არის, მეც რომ ეხლა ტორპედოს აი ქუთაისელი ადგილობრივი კომანდი ვიყო, რატო გამიკვირდებოდა და დამწყდებოდა გული გეტყვით რა. ნახე, ეს ის სეზონი იყო და არის ჯერ თბილისის დინამო სამწუხაროდ არ არის ძლიერი. ბათუმის დინამო იყო კრიზისში და ეხლა მედი მაქვს რომ ბათუმის დინამო ძლიერდება. ტრანსფერებს ვერ აკეთებენ. ანუ თავარი კონკურენტი გუნდები და არის იბერია, რომელიც ხდება ჩემპიონი და
წარმატებები და ერთი გუნდი ფაქტიურად რა ერთი გუნდი რომელიც და გორის დილა რომელსაც ასევე შეუძლია ყოველთვის წინააღმდეგ ხო და აი გუნდები ხა რა ჩამოთვალე დინამო ბათუმი დილა ტორპედო ბოროს ამაგზელზე ხო და აი ამ ყველაფრის ქართული გრანდები არ არიან ფორმაში ამ ყველაფერს არის მიზეზი ხო ანუ რეალურად მოდუნება და შესაბამისად წმენა იმისი რომ შედეგი მარტივად იქნება ვინ მოდუნება ტორპედოსთვის ხო ანუ როდესაც ხო ნუ როცა ხო და ეგ მივდივარ არ დაფასება მოწინააღმდეგე ანუ მე მაგიტოვ ვარ ფსიქოლოგიური ფაქტორია თქო ანუ ნახეთ მე თელთან მიმართებაში ახლა ღიად რო თქვა ხო ყველამ ვიცით რომ სტივ კინთან რატო დავასრულეთ ურთიერთობა ხო სწორედ აი ის რაც ვახსენე რომ ხუთქულიანი უპირატესობა ბოლო წრეში ვერ შეინარჩუნა, გუნდი ჩემპიონი ვერ გახდა და ამიტომ დავემშვიდობეთ თვალს, რომელსაც კიდე ერთი წელი ჰქონდა კონტრაქტი. და მაგიტომ ისმის ლოგიკური კითხვა ამაზე ჩუსტერზე. ხო და მაგიტომაც გეუბნები, ან ნახე რეალურად შუსტერი ხო იმიტომ მოვიდა, რომ რეალურად უკეთ შედეგი დაგეს. ანუ უკეთ შედეგი რა არის მეორე ადგილზე, ხო? ანუ აქ არ არის რაღაც კითხვები იმასთან მიმართებაში, გვინდა თუ არა ჩემპიონობა, ან ვაპირებ თუ არა მაქსიმალურ შედეგს, ხო? ანუ ეს ცალსახეა. ყველა თამაშზე გავდივართ მოსაგებად და ეს ესე უნდა იყოს. კონტრკითხვა თქვენი მხრიდან კი, მაგრამ რატო არ ვთამაშობთ, ხო? თუნდაც საშემპიონო ფეხბურთს რატო არ ვთამაშობთ პირველ ნომრად, რატო არ ვაჩვენებ მაინც, ხო, ხა ქუთაისში. ხო, სახლში სადღაც უცნაურია, რომ ეს წნეხი სახლში უფრო მეტი აქვს, ავარაუდოდ და სახლის თამაშები კიდე ცალკე თემაა და აქაც სამუშაო გვაქვს. ბევრი კუთხით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერსაც ძალიან მოკლე პერიოდში გამოვასწორებთ. მაგრამ ჩვენი ჩემპიონატი ხანის მოვიდნენ, იმაზე რა ქვია, სტადიონზე. მაგრამ რა ისე ნახე, აი ჩვენი არ არის, ნახე. ფეხბურთელების გინებას, ხო? მე არ ვერ წარმომიდგენია რომ სამე შედეგი მოქონდეს. არა, სწორე მიდგომა, რატომღაც ახლა იგივე გულშემატკივართანაც მქონია. აი, ხომაგობა. კარგი, ზემოქმედების მოხდენა დინებით არ ხდება რა. ანუ პირიქით ხარდაჭერა შეიძლება სხვანაირად გამოხატო. ხომაგობას კი ახლა აი სოსისთან მიმართებაში ხარ ემოცია შეიძლება როგორ ჩამითრიეთ რომ დღეს ერთიც არ გადვიღე გაგიღე მაყვალო რა გაი წამი რო დაგეხმარები ამჯერ რომ ეგ მაგის სპორტია არა ხო მოდი რაღაცა ისე რომ ძალიან ისე არ გამომივიდეს რომ შევკრათ ხო ანუ ნახეთ იმიტომ რაღაც ამდენიმე თემას შევეხეთ ბოლომდე არ მივიყვანეთ ხო ანუ ერთი იყო მაგალითად ვახსენეთ ჩვენ როგორ იყო გაძლიერება, როცა წავიდნენ გუნდიდან მაგალითად ის ფეხბურთელები, ვინც წავიდნენ, ხო, იგივე იონსენი, უდუშაურს მივამატებთ მე მაგალითად. მივამატებთ. არ ვიცი, შეიძლება ბიძინაშვილი მიამატო ამას და, ნუ, საბა კვირკველია, ხო, 4 ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან. რეალურად თუ შევხედავთ, ხო, ანუ და გულშემატკივარმა, ვინც ტორპედოს თამაშებს მიადევნა თვალი, იცის, რომ თამაში ძირითადად ორგანიზებული იყო ბიორნ იონსენს. ანუ თამაში იყო აწყობილი ვერტიკალურად იმ გაგებით, რომ გრძელი პასით ეძებდნენ იონსენს, რომელიც თავით აგდებდა ბურთს და შემდეგ მეორე ტალღით იმდინარეობდა შეტევა, ხო? მოგწონდა ეს, ყველა ვთანხმდებით რომ არ მოგწონდა, ხო? ამიტომ ამის გადაწყობა იყო საჭირო. არა, ეფექტური იყო. ეფექტიანი იყო ცალსახად, ხო? ბევრ შემთხვევაში იყო ეფექტიანი, განსაკუთრებით მეორე ნაწილში სეზონის, ანუ პირველი ნაწილი იონსენს შარშან არ გამოუვიდა, როგორც ვიცით ყველამ. და ერთ-ერთი ფაქტორი, რატოც მე სხვა იონსენი დავინახეთ, იყო სწორად ის, რომ ანდრიჩი მოვიდა და რეალურად დავინახეთ, ხო, ნახე მარტივი რაღაცა, ხო. არა, ცოტა ისეთი არ მინდა მე ხა ვიყო გუნდში და ძალით ვტოვებ ერთი წელი, კი, ჩემი პრესტიჟია რომ კარგად ვითამაშო, მაგრამ მაინც შინაგანი განწყობა რაღაცა ისეთი მაქვს, თუ არ მინდა. კაი, რომ გავამხიარულოთ თქვენი გულშემატკივარი და ამ გადაცემაში მეტი აზრი დაინახონ, შემიძლია გითხრათ, რომ იონსენს მაისში დაბრუნება მოუნდება. და ჩვენი გადასაწყვეტი იქნება დავაბრუნებთ თუ არა იონსენს მაისში. ხო და მე კიდები გულშემატკივარს თუ აპრილის თვე ისე ჩაივლის, რომ ჩვენ ვერ დავინახავთ უკეთეს ტორპედოს, მაისში ვილაპარაკოთ იონსენის დაბრუნებაზე და მე როგორ პასუხისმგებლობა გავიზიაროთ. რეფერენდუმი ჩავატაროთ გულშემატკივართან მაშინ. გვინდა თუ არა მაისში იონსენის დაბრუნება. კი ბატონო, არანაირი პრობლემა არ არის. კომენტარებში. ოღონდ აპრილის ბოლოს ნახეთ მე მაგას ვამბობ, რომ ერთი თვე გვაცადეთ, აპრილის განმავლობაში ვნახოთ ტორპედო რა ფეხბურთს ითამაშებს, ვნახოთ რა იქნება შედეგი ცხრილში ასახული, ხარისხობრივი. ერთი გინესის და უფრო კაი ამბებს გავიგებთ. გინეს დააბრალა ახლა, ნახე, გინეს დააბრალა. ამას ეს რა არის ჯერ არც დაგილე ჩავას ყოველთვის რაღაცებს ამატებ. აი არა, რა გაინტერესებს კიდევ არა, სიცრუის დეტექტორი. მე ერთი საიდუმლო გაგიზიარებ, აქედან გამომდინარე ძალიან ღიად, ანუ იქიდან გამომდინარე რომ რაც არ უნდა ვთქვა, მე ამას უფრო მეტი კრიტიკა მოყვება ხოლმე, ვიდრე პოზიტივი. მირჩევნია რომ ვიძალაპარაკო სიმართლე და სიმართლის გამო გაკრიტიკონ, ვიდრე რაღაცა ნახევარ სიმართლე თქვა და ვიღაცა გეჩხუბებოდეს იმას, რაც სიმართლეც არ არის, ხო? ჩვენ ესე სიტყვიან, ეხლა ამ სირებმა ეს არ კითხეს, ის არ კითხეს,
ეს არ არის პრობლემა, ვიჩვენებია. არა, მოდი ყველაფერი ამოვწუროთ ჩვენი რამედის. ხო, ანუ მაქსიმალ ყველა მტკივნეული თემა განვიხილოთ. ანუ ერთი რაც ახლა კიდევ ერთხელ იონსენი რო დავასრულოთ. ანდრიჩი მოვიდა იონსენის შესასვლელად ზაფხულში. ანუ ნახეთ რომ თუ არ ვწდები 7 გოლი შეაგდო, რაღაც 4 თუ 5 ასისტი გააკეთა. ანუ მოგწოთ. გვაჩვენა რა შეუულია, ნახე პრაგმატულად შევხედოთ რა. ანდრიჩი ყავს ჩვენ იჯარით. და რეალური დაპირება გვაქვს გაკეთებული რომ მასთან 2 წლიან კონტრაქტს 1 ივლისს გავაფორმოთ. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ეხა მის ტრანსფერზე ხო უფლებები ეკუთვნის 70%-ით რიეკას, 30%-ით ფრანგულ კლერმონს, ხო? 1 ივლისიდან ის გახდება 100% ტორპედოს ფეხბურთელი, ხო? ანუ ხა პრაგმატულად თუნდაც ბიზნეს პერსპექტივიდან რომ დაინახო, ესეთ ფეხბურთელი 100% შენი საკუთრებაა, ეს თემა. მეორე, ამიტომ მაინტერესებს მე ის რა სიზამს 1 ივლისამდე, ხო? ძალიან მარტივად რო ვთქვა, მას უნდა დრო მივცეთ, მით უმეტეს რომ იმ რამდენიმე თვეში რაც ის იყო იონსენთან ერთად, ხო? მან შედეგი გვაჩვენა, გოლებიც გაიტანა, გვაჩვენა რომ შეგდება შეუძლია და ის ითვლება რეალურად საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელად ჯერ კიდევ, რომელიც შეიძლება ტორპედოს გამოადგეს. ეს იონსენის თემა რო დავხუროთ, ხო? ღუდუშაურს რო შევეხოთ, ხო? ღუდუშაური სიმართლე გითხრათ, მე ვიყავი ადამიანი, ვინც მასთან ბოლომდე ინარჩუნებდა კონტაქტს და კონტრაქტის პერსპექტივასაც, იმიტომ რომ ბოლო წუთამდე მე მინდოდა დამენახა რეალურად, რამდენად იყო მისთვის მნიშვნელოვანი ტორპედოში დარჩენა და რამდენად იყო ის საჭირო გუნდისთვის. აქედან გამომდინარე, აქაც მე ვთქვი და ეხაც ვამბობ, რომ გულწრფელად მესმის პაატას გადაწყვეტილება, რომ იბერიაში წასვლა, მან ესე ძალიან ღიად მითხრა, ერთნაირ პირობებში ის წავა იბერიაში. თუ მეც გადავუხდით ჩვენ, დარჩება ჩვენთან. და მე მას უთხარი პირდაპირ, რომ პრინციპის თემა იყო, რომ მეტი არ გადამეხადა, ვიდრე უხდის იბერია, რადგან მას უნდა იბერიაში წასვლა, ფილის გამო არ მინდა რომ დარჩეს ტორპედოში. ძალიან მარტივი ლოგიკაა, ხო? ეხა ესე თქვენ ეხა თუ ესე მოუდგებით ყველას, მაშინ დაზარალდებით თქვენ. არ დაზარალდებით, არწმუნებული ვარ. მოდი მახოთ სეზონის ბოლოს შევაფასოთ. ნუ აი, კი ბატონო. მარტივად. იმ პოზიციაზე ვინ მოვიდა, ხო? მოვიდა გიორგი არაბიძე. გიორგი არაბიძე ჩემთვის იყო ფეხბურთელი, რომელიც ტორპედოს ბოლო წლების იდენტობასთან არის ძალიან არაბიძე ყოველთვის არის განჯის საგანი ნებისმიერ შემთხვევაში ორი ხარი არსებობს მაგბიშთან. კი, კარგია ეს, ძალიან კარგია. ანუ მაგიტო გეუბნებით ახლა ხო, ნახეთ, პასუხისმგებლობა საბოლოოს, იმიტომაც გეუბნებით, მე ვიღებ ჩემ თავზე 100%-ით იონსენის მიმართებაშიც. ანუ თუ კი ჩვენ შევჯერდებით იმაზე, რომ მაისში გულშემატკივარის დიდი უმრავლესობა გვეტყვის, რომ იონსენი დავაბრუნოთ. მაისში რომ იონსენი დავაბრუნდეს, არ ვიცი რა. მიუხედავად რომ შეიძლება მე წინააღმდეგი ვიყო, მაგრამ დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ არ არის აუცილებელი მე ვემხრობოდე გადაწყვეტილებას, თუ კი გულშემატკივარი მაისში გვეტყვის, რომ იონსენი დაბრუნდეს, თუ ის დაბრუნდება. მეორე, თუ არაბიძე წელს იმ შედეგს არ გვაჩვენებს, ხო? რისიც მე ჯერა, ხო? რეალურად მე ვილაპარაკოთ ამაზე. მე მჯერა რომ არაბიძე ისევ გახდება გუნდის ლიდერი და სხვათა შორის არაბიძე მარტო არ არის იმ ადამიანებში, ვისგანაც მეცველი წელს, ხო? იმ ფეხბურთელები, ვინც დარჩენ, იგივე კოხრეიძე, ხო? კოხრეიძე არის რეალურად ფიგურა, რომელმაც წელს თავისი გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს. ნახეთ, ამიტომ გეუბნებით, რომ მე არ ვთვლი, რომ მიუხედავად ტრანსფერების თითქოს და 4 ფეხბურთელი წავიდა და ვინ მოვიდა, ხო? აი ეს კითხვა ჩდება და ასევე ერთი თემა, რომელიც ალბათ თქვენ ჩანიშნული გაქვთ, იყო ის, რომ მე სადღაც ნოემბერში ვთქვი, რომ ძირითად აქცენტს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე გავაკეთებდით. კი ბატონო, მაგ კითხვებს ძალიან ცალსახად გეუბნებით, ახლა ყველა გვარს მე არ ვიტყვი, თუმცა გეტყვით, რომ არაერთ 5-ზე მეტ ფეხბურთელთან მქონდა უკვე ფაქტიურად მიღწეული შეთანხმება, რომ ჩამოსულიყვნენ და შესაბამისად სხვადასხვა ფაქტორის გამო შემდეგ უკვე მოხდა ის, რომ ამ ტრანსფერებისგან ან ჩვენ, ან ფეხბურთელებმა თავი შეიკავეს. შესაბამისად, ეხლა რა კონფიგურაციას მივიღეთ და ვინ მოვიდა, ხო? და რეალურად ამით ჩვენ გავძლიერდით თუ შევსუსტით, ხო? აი ამას უკვე წლის განმავლობაში დავინახავთ, ხო? იმიტომ რომ მე არ ვამბობ, რომ ყველაფერში მართალი ვარ, ანუ შეუძლებელია ყველაფერში მართალი ვიყო და ჩემთვისაც საინტერესოა ეს პროცესი, იმიტომ რომ სწოვებ ღიას კარს ბევრი კუთხით, ხო? იგივე იონსენთან მიმართებაში ღია კარი, გუნდასაწყვეტი ეგ არის დავით, ნახე, რომ ამ ხელა ფინანსები ეს ყველაფერი და შედეგი რო არ ჩანს, თორე იმას კიდე შეეგუებოდა მაყურებელი, საკვალიფიკაციოდან მესამე საკვალიფიკაციოდან რო გუნდი გამოვარდება, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ აი ჩემპიონი ვერ არის. ხო, ნუ მანდაც მაგ კარგი ამბავი, ომონიამ დიდი ალბათობით უნდა კვიპროსის ჩემპიონატის წელს მოიგოს და იმედია რომ ჩვენ არ შევხვდება. იმედია იბერიას არ შევხვდება ამჯერად, მართლა გულწრფელად გულშემატკივრობ იბერიას და არ მინდა რომ ომონია კიდე ერთხელ შევხვდეს. ფაქტია ხო, რომ ომონიამ ჩვენ რომ მოგვიგო, მერე ითამაშა მერვე ფინალი და წააგო პაფოსთან მეოთხე ფინალში გასასვლელი თამაში. ხო, თავისივე ქვეყნის ჩემპიონი ვინც გახდა და ვინც შემდეგ გახდა უკვე რეალურად მეოთხე ფინალი ითამაშა, ხო, პაფოსმა.
და ეხლა ჩემპიონთა ლიგა ითამაშა. იმედია მაგის წელსაც მერვე ფინალი ითამაშა. ხო, არა, მე ობიექტურად ომონია ჩვენზე ძლიერია. არა, რა გაგახსენე? არა, იმის რაფე სანიოლის ნადგომი კიდე თუ შეხვდები. ესპანეთიო. ნელოფუენტესი წავალოთ ეხა ომონია რა. რომელი იყო რეალ მადრიდი? მქონდა რომ აქ იუმორიც მოსულა, ხო? არა, კი, უცხოური არა, კაცო, ეხლა დაიწყება იუმორი. გულშემატკივრის საყურადღებოდ ეს იყო ხუმრობა. ომონიასი აღარ გვეშინია. ომონიას შევხვდები. კიდე კაი თქვი ეხლა თუ ომონიას ხელმძღვანელობას დაუპირდი რომ შემდეგში როცა შევხვდებით ჯგუფში ოღონ მანამდე არ მინდა რომ შევხვდეთ ჯგუფში შევხვდებით და მოდი გამოიწერეთ. უნდა მივყვე ეხლა. ხო და მიყევ გამოიწერეთ. ესე იგი მახო კალათი ხო გამოიწერეთ ჩვენი არხი დააჭირეთ გულს და ჩვენ ერთად განვითარდებით როგორ ნებეთ. კაია ეს შეიძლება? კაია. კაია, კაი. ესე იგი მახო კალათოს მეუპასუხებ არაფერს. რას ეწევა ეს იცოდა არაფერს მეგეუბნები. ეგეთ კითხვებს აღარ წავიკითხავ. რატო რა კითხვაზე გაუჩნდა? არა რა კითხვაზე გაუჩნდა? არა ისე. უბრალოდ რო არა სიგარეტს თამბაქოს უდაასახელებ ბრენდს ეხლა. არა დავიწყო ლაივი არ არის. არაფერს არ ეწევა, არაფერს. არა სიგარეტს 5 წელი არ ვეწეოდი და გულშემატკივარსაც ვთხოვე რომ ტერპედა ჩემპიონი რო გახდება თქო ძალიან ბევრი ადამიანი დაპირებული რომ სიგარეტ თამბაქოს თავს დაანებებს. 5 წლის წინ იყო 2 და 5 სიმაღლეში შავი თვეები ქონდა 5 უჭა და სიგარეტსაც არ ეწეოდა და ეხლა რა დღეს ჩაგდით კაციაგე რა. ეხლა 5 წლის მე როგორ უყურებ სიტუაციას? სარგა საერთოდ რაღაცა იმდენჯერ გააკეთა კომენტარი რომ უკვე დავეწოდი რაღაცას. კაცო პირიქით სერი რა გამოიყურე. 5 წლის მე როგორ უყურებ სიტუაციას რომ ნანობს თუ არა ჩხეტიანს რო არ მიცა მეტი დრო. მოდი ასე ვთქვა, ჩხეტიანს მეორე შანსიც მივეცით ალბათ გულშემატკივარს ახსოვს, ანუ ჩხეტიანი დამხვდა, მე როცა და თან ის გადაწყვეტილება ჩვენი საერთო იყო, რომ ჩხეტიანი იქნებოდა მთავარი საწყის ეტაპზე. მოლოდინი ძალიან ღიად გეტყვით, რომ იყო ის და კახასაც და მე გქონდა მოლოდინი, რომ თუ კი ის იმ ტორპედოს აღადგენდა, რომელიც თავის დროზე ყავდა, იგივე ნახეთ აი ეს ფეხბურთელები, ვინც მე მოვიდნენ, ხო, დაწყებული რა ვიცი, კუხიანიძე, ცინცაძე, გავაგზავნოთ სულ ყველა ეს ფეხბურთელები, ვინც მაშინ შემოვიკრიბეთ გარშემო, ხო? რეალურად იყო კახა ჩხეტიანის იმ გუნდის შემადგენლობა, რომელთაც ის ჩემპიონი გახდა. თქვენთან რამდენი ხანი იმუშავა, გამახსენეთ? ორი პერიოდი ქონდა, ანუ პირველი პერიოდი ცეცაძემდე, ანუ როცა ჩვენ მივედით გუნდში, მაშინ უბრალოდ ბოლო 4 თამაში შევცვალეთ და ეს იყო გადაწყვეტილება, აი ესე ვთქვა, წვრთნელის შეცვლიდან მიღებული სწრაფი ეფექტის იდეა, ხო? არ მახსოვს ზუსტად, არ მინდა მოვიტყუო, მაგრამ მე მგონი მაშინ კახას პერიოდში 10 თუ 12 თამაშიდან გუნდმა 2 თამაში მოიგო და შესაბამისად გასავალ ზონაში ვიყავით და ამიტომ სწრაფი გადაწყვეტილება მოკლე პერიოდიანი ეფექტი მჭირდებოდა, ამიტომ მოვიყვანეთ ცეცაძე, რომელმაც ბოლო 4 თამაშიდან არ წაუგია არც ერთი, 3 მოიგო და ერთადერთი თუ არ ვცდები ლოკომოტივთა ფრის გამო დავრჩით ჩვენ პლეიაუტის ზონაში, თორე პლეიაუტი არ მოიწევდა. ხო და ლოგიკურად ის მერე ნახეთ რა მოხდა ცეცაძემ პირველი თამაში დინამოსთან, როცა ჩვენ მივდიოდით და გვინდოდა 4-0 მოგება, იმიტომ ესე ვქონდა წარმოდგენი, რომ გავიარეთ შეკრება თურქეთში, მომემზადეთ, კარგი ფეხბურთელებით დავაკომპლექტეთ გუნდი, შედეგი მივიღეთ ის, რომ თბილისში წავაგეთ 0-4. მერე მოვიგეთ გორასთან 1-0 და მესამე თამაშზე რა მოხდებოდა თქვენი აზრით? 5 წუთში მას გინება დაუწყეს ტრიბუნებით. მიხვდით, ანუ მესამე თამაშზე სეზონის, როცა წინა გორში დილასთან გასვლა გაქვს მოგებული, უკვე რეალურად ისეთი განწყობა დაგხვდა და მივიღეთ ჩვენ გიას მიმართ, რომ შესაბამისად რაღაც გარკვეული ჩარევების აუცილებლობა გახდა, აუცილებელი. ხო და ამას მერე დავაბრუნეთ ჩხეტიანი. ნახეთ რატო, იმიტომ რომ ადამიანებს და მეც ეს სწორედ აღვიქვი, გულშემატკივარმა ჩათვალა, რომ ჩხეტიანს ჩვენ საკმარისად არ ვენდეთ და მას უნდა მივიგვეცა მეტი დრო. მივეცით მას მეტი დრო და სანამ გულშემატკივარი ერთხმად არ გვეუბნებოდა, რომ ჩხეტიანმა თავი ამოწურა ტორპედოში და არ გთხოვდნენ მის გაშვებას, მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ცდილობდა, რომ ეს პროცესი გაეგრძელებინა. მიხვდი მაქსიმალურად გამეხანძებებინა გულშემატკივრის მოთხოვნიდან გამომდინარე. მათ შორის გულშემატკივრის მოთხოვნა იყო მისი გაშვება. და შესაბამისად აქედან გამომდინარე მე მაშინ გავაკეთე ჩემი აზრით ერთ-ერთი ლოგიკური დასკვნა, მჭირდებოდა ესე იგი სხვა ტიპის ფეხბურთელები, მჭირდებოდა გუნდის გადაწყობა და ამიტომ დავიწყე უცხოელი მწვრთნელის ზებნა, რომელიც იქნებოდა უცხოეთში უფრო ცნობადი, რომ მასთან ჩამოსულიყვნენ ფეხბურთელები. შესაბამისად კინი მაგიტომ მოვიყვანეთ, მაშინ სხვა ალტერნატივა არც მქონია. ნახეთ, ძალიან ღიად მინდა ეს რომ გულშემატკივარმა იცოდეს, ხო? განსხვავებით შარშანდელი პერიოდისგან, როცა დირკ შუსტერთან ერთად 7 ალტერნატივა გვყავდა ჩვენ. 7 ალტერნატივა და შეიძლება ისეთებიც მყავდა, რომელიც მე უფრო მეტად მინდოდა, მაგრამ მათ მე უარი მითხრეს, მარტივად რო გითხრათ, ნახე ამასაც ღიად ვამბობ. შესაბამისად ჩვენ გქონდა არჩევანი. როცა იყო ლაპარაკი სტივკინზე, მაშინ ჩვენ ალტერნატივა არ გქონია. სტივკინის ჩამოსვლამ განაპირობა ძალიან მოკლე პერიოდში
დაწყებული ფილიპ კლაიჩით, გაგრძელებულ მაშინ იყო ნიკოლა ნინკოვიჩი კიდე ჯერ დავიწყეთ ჩვენ ესე ვთქვა. სხვაები უფრო ახლა გასაგებია რომ მე ამას მოყვა იგივე ბjorn jonseni 6 თვეში, მოყვა ფილიპე პირესი და რეალურად ჩვენ ნელ-ნელა გამოვშდით რუკაზე. ანუ ჩვენ პირველ ეტაპზე ბალკანურ ბაზარზე გავჩდით რუკაზე, როგორც საინტერესო გუნდი. ამან განაპირობა იმ ფეხბურთელების ჩამოსვლა, მათ შორის ნინკოვიჩის სახელმა, რომელსაც ძალიან კაი გამოცდილება ჰქონდა და მას იცნობდნენ, მათ შორის სხვა ფაქტორებმა და მათ შორის იმან, რომ იმ ბაზრიდან, ასე ვთქვათ, ხორვატულ სერბული ბაზრიდან ორი მათთვის ძალიან პოპულარული მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი იყო ჩვენს შორტ-ლისტში. აი, ჩვენ მსვლელები იცი რაზე არიან ხოლმე გულდაწყვეტილები? აი ხა შუსტერს ხო ენდობით ბოლომდე. არ შეგეძლო თქვა იგივე ცეცაძის შემთხვევაში გაეკეთებიათ? მაშინ? საყუდურით კი არა, ვაი საქმიანად გეკითხებით, მაინტერესებს. ჩვენერი მსველია მუშაობს გადასარევად ეგენ ქართული მსვლელების ამას გია ცეცაძის მიმართ ახლა მე შემიძლია ძალიან რავით კიდე ერთ საიდუმლო გითხრათ, რომ ცეცაძის მიმართ როცა დადგა ეგ საკითხი, მისი გაშვების და ეს ინციდენტი ტრიბუნებთან, მაშინ ჩვენ ესეთი რაღაცას კი გავაკეთეთ, რომ გიან განცხადება დაწერა წასვლაზე და ის ჩვენ არ დაუკმაყოფილეთ რაღაც პერიოდის განმავლობაში, მას მივეცით მეორე შანსი. მივხვდი, ანუ მე მაშინაც გავწელე პროცესი, რომ მე მწვრთნელში დავრწმუნებულიყავი, რამდენად შეუძლია მას, თუნდაც იმ წნეხის ქვეშ, იმიტომ რომ ის კარგია, ცუდი, ხო? ანუ რეალურად კრიზისულ სიტუაციაში როგორ რეაგირებას მოახდენს, ხო? ანუ იმიტომ რომ ზოგჯერ წნეხის ქვეშ მწვრთნელი უკეთესად ახერხებს მობილიზებას გუნდის და თუნდაც გუნდი იკვრება მის გარშემო, ცეცაძის პრობლემა ამ შემთხვევაში იყო არა ის, რომ ის იყო ცუდი მწვრთნელი, ის იყო, რომ გასახდელში იყო ჯგუფები. და ცეცაძის დაკომპლექტებული იყო ძალიან ვიწრო წრე ფეხბურთელების და დიდი უმრავლესობა ფეხბურთელების იყო არა ჭყალებში ვამბობ ცეცაძის მოყვანილი, რომელიც მას დახვდა და რომელიც განწყობილი იყო არა მის სასიკეთოდ. ესე რომ აი ძალიან ეხა ესეთ თემებზე მენეჯმენტის თემა უკვე ვთქვით საკმარისი. თუ თქვენ გაინტერესებთ, რა ვიცი, მე მაგ პერიოდში მაგალითად, რა ვიცი, ამას უნდა ვამბობდე თუ არა, ეს მე გინეს დავაბრალოთ, მოდი რა პრობლემაა. ერთიც გამოვუშვით კაცო პრობლემა. გინეს დავაბრალოთ და გეტყვი ერთ რაღაცას, ანუ ჩემთვის შოკი. აი, ერთი მესმოიტანეს დავაბრალებ რაღაცას. ანუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთან მოდიოდნენ ფეხბურთელები და გვეუბნებოდნენ, რომ თუ მათ ავიყვანდით გუნდში, ისინი ხელფასის X% მენეჯმენტს გადაუხდით. ეხდით? ვაიმე. ანუ ძალიან დიდი ხანი. ანუ რეალურად ჩემ მეხსიერებაში არ იმედია რომ ბევრგან აღარ. ანუ რეალურად ხო წარმოგიდგენიათ, ანუ ის პერიოდი მე ესე დამელეხა მეხსიერებაში, რომ მაქსიმალურად მნიშვნელოვანი იყო, მე რომ უცხოელი მწვრთნელით მე ეს პროცესი გამეტეხა. ანუ უცხოელი მწვრთნელის შემთხვევაში მე შემიძლია 100% გარანტია მოგცეთ, რომ არც სტივკინს და არც დირკ შუსტერს ეგრეთ წოდებული თავის ფეხბურთელი ამ გუნდში არასოდეს არ მოუყვანია. ისინი ირჩევენ იმ მოკლესიიდან, რომელსაც მას თავაზობთ, იმ პოზიციაზე და იმ აღწერილობით ფეხბურთელს, რომელიც მათ უნდათ და თვითონ აკეთებენ საბოლოო არჩევანს. მაგრამ მათ 100%-ის გარანტიით ვამბობ, არანაირი ინტერესი არც ერთ ფეხბურთელში არ აქვთ. ამან განაპირობა, აი მოდი რაღაცა გზელი ისტორია რო არ მოვყვეთ, ხო, ის რომ წელს ეხა სად მივედით, ხო, წელს მივედით იქ, რომ როდესაც ჩვენ რამდენიმე ხო. ესოალე. ეს უკვე საქმეა. რას ვამსო არ გეკითხებიან, ხო? არა. დაიში არა თორე იქნებოდა აგიტაცია. ეს მერე გაიგე. ხო, შესაბამისად, ნახე, ეხლა ვიწყებ და იქაც მოგიყოთ ლაივში. ხო, ნუ იქ შეძავლეთ და თქვენ სრული სიმართლე გააჩნია ეგრეთ პატიოსანმა კაცმა ესე თქვენი გავსად YouTube-ი გააკეთა და ყვითელი ბარათი დაარქვა და პირველივე გადაცემაში რომ მივედი უთხარი რომ არავინ არ მოდისო და მოთქვა ყვითელ ბარათს რო დაარქმევ, ხო, არავინ არ მოვა, იმიტომ რომ ადამიანებს განცდა აქვთ, რომ ყვითელ ბარათი უნდა აჩვენო. აი ამაზე მეორედ აღარ მიხო. მოიცა და რეაქცია ამაზე რა არის, იცი? ერთი კვირის წინ დაარეკა და წითელი ბარათიც გავაკეთე გადაცემა. და პირველი სტუმარი ხო არ იქნებიოდა. ბიჭო, რა ვიცი, აი, მაგითო კარგ თქმელს კარგი გამგონე უნდა, ხო? ანუ პირდაპირ გეუბნებით, არ მინდა არც ყვითელი, არც წითელი ბარათი. ლაი ერთობია. წვანე ბარათი უკეთესია და ეგიდია მივაწოდოთ ათიდან. აი, წვანე ბარათი რო თქვი, ხე ისო მოიწერება ის რას ეწევაო. იმ ბარათი არ არსებობა. და შენ ხა UEFA-ს რეგულაციით წვანე ბარათი რობოტული პრინციპია, პირიქით უბრალოდ 20-იანია და ამიტომ
არ არის ეხლა. ნოდა შენ რა დაგევართა? არაფერი უსმენ კაცო გძელი კაცი, აი მოდარიც კი არის მოსასვლელად გაწყობილი. მე მაგიტომ კითხები არ შეიძლება. ნოდა ეს კითხები თუ არ უეჭველი. თქვენი მოყვანი თავარი ამოჩანა იყო ეგრო, იმდენი უნდა გესაუბროთ, მე უნდა გისმინოთ რა. ესე იგი, გაბრიელ ვერულაშვილი და ეს მეც მაინტერესებს სხვა შორის. კითხვი როგორ არის არ ვიტყვი, მაგრამ საზონოვის ტრანსფერზე რა ხდებაო? და მაგა დეტალები მოგიყევით. ხო, ეხლა ეგ რატო არ გამოვიდა? აინტერესებს. ხო, ანუ აი რომ ზუსტად გაგრძელება გამოდის იმ ფრაზის, რომ ჩვენ თქვით, რომ ნაკრების ფეხბურთელზე ვიმუშაობდით და ბუნებრივია, როცა მცველზე იყო საუბარი, ანუ მცველის პოზიცია საბა საზონოვი ჩვენ სიაში სულ სათავეში იყო. თან პრაქტიკაც ექნებოდა. პრაგმატულად რო შევხედოთ, იმიტომ რომ ჭირდებოდა ნაკრების ის ვათამაშებულიყო, ჩვენს გამოგვადგებოდა სახელისთვისაც ახლა ტორინოდან ტორპედოში კარგად ჟღას მარკეტინგულად. ტორო, ხო, ისეთი თემაა. ამიტომ ყველანაირი ლოგიკით ამაში მე პირადად ვიყავი დაინტერესებული, პირადად ვიყავი ჩართული და შემიძლია გითხრათ თვითონ სამამ მითხრა მე რომ დავლაპარაკებოდი ჯერ ტორინოს პრეზიდენტს, იმიტომ რომ მისი პოზიცია იყო განსაზღვრელი და რაც უნდა უცნაური იყოს, ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ შევთანხმდით და შესაბამისად ტორინოსთან ტორპედომ ტრანსფერზე შეთანხმება ორჯერ გააფორმა. და საბას ხელმოწერა ჭირდებოდა, უბრალოდ საბას რაღაც მოთხოვნები ჰქონდა ტორინოს მიმართ, რომელიც მას როგორც ჩანს ბოლო წამამდე არ დაუკმაყოფილეს. იქ იყო ხა ჩემი საქმე ეს არ არის ბუნებრივი დავალიანება ხელფასის კუთხით, იყო რაღაც საგადასახადო ვალდებულებები და მიუხედავად იმისა, რომ ტორინო მემპირდებოდა, რომ ამ ყველაფერს გაუსტუმრებდა და ხელშეკრულებაში ამას აფიქსირებდა, საბას აი ამ წლების განმავლობაში ჰქონდა ძალიან დიდი უნდობლობა ჩამოყალიბებული კლუბის მიმართ და ამბობდა, რომ ფურცელზე თუნდაც ნაკის ვალდებულებას ის არენდობოდა და ითხოვდა ამ ყველაფრის გასტუმრებას ტრანსფერის დღემდე. ამიტომ ბოლო წუთამდე მამამისი ჩაერთო პროცესში ის ჩაფრინდა წველზე აუცილებლად უნდა კითხო სახოს ტრანსფერს რა ზოგადად როდესაც ჩამოიყვანეთ როგორ აფასებ და შენობით ახლა თქვინა. ხო არა მოვიწდება ხოლმე. გერმანულ კულტურაში სხვათა შორის შენობით არიან ფეხბურთელები და შენობით ხალხი ერთმანეთთან. არა ესპანურს არ ვიყევი, შენ ვიყევი ბატონ ყურს. ბატონო შენო აი სახოზე მითხარი რა. სახოზე იმუშავა მაგ მარტო მოედანზე არა ზოგადად. ანუ ნახეთ რაღაც ტრანსფერი არა სახოსთან მიმართებაში ჩვენ ძალიან ლოგიკურად რამდენიმე გათვლო გქონდა. ხო ერთი რო ვეძებდით ცენტრალურ მცველს მარტივად. სახოს კანდიდატურა როგორც კი გამოჩნდა, თქვენ წარმოიდგინეთ ის აღმოჩნდა ძალიან თავმდაბალი, გახსნილი და წესიერი ადამიანი. ანუ მან პირდაპირ გითხრა, რომ მის ჩამოსვლას საქართველოში აზრი არ ქონდა, ხო? გულშემატკივრის საინტერესო ისტორიას ყვები, გამოუშვებდა ცოლს და თავის მენეჯერებს, თუ ისინი ჩათვლიდნენ, რომ აქ ცხოვრება შეიძლება ის ჩამოვიდოდა. იმიტომ რომ ყველაფერი სხვა რაც მოისმინა, თვლიდა რომ მისთვის მისაღები იყო. შესაბამისად, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ბევრი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო იმ მომენტში და ერთი ფაქტორი, რომელიც დღესაც გასაკეთებელი მაქვს და ვერ გავაკეთე, მე პირადად, რამდენი ჩემი გასაკეთებელი გულშემატკივრმა შეაფასოს, იყო ის, რომ ინგლისურენოვანი სკოლა არ არის ქუთაისში. ხვდებით, ამ ძალიან მარტივად. ეხაც ერთ-ერთ ფეხბურთელს ისლანდიის ნაკრების მცველს დავპირდი, რომ თუ ის ჩამოვიდოდა საქართველოში და ჩამოვა ზაფხულ საქართველოში ინგლისურენოვან სკოლას გაუყო. კინის ბაღნები სადაც ბიოდნენ? კინის დიდი ბაღნები არა, კინის ბევრი დიდი ყავდა უკვე. მათ შორის ერთ-ერთი ფაქტორი რა იყო იონსენის ოჯახმა უარი თქვა საქართველოს ცხოვრებაზე, რის გამოც ბრაზილიელები ახლა იგივე პირესის და ვარლის ოჯახები არ არიან საქართველოში. რატო სახო ინგლისურენოვანი არ უნდა იყოს? რა ბრაზილიური სკოლა. ბრაზილიური არა შეცემა. ბრაზილიური არა ესპერანტო. ბრაზილიელებად უარი იმან უარი ხა მართლა იმას ხო ინგლისურენოვანი რატო ქუთაისზე ახლა არის კულტურული ცენტრია. თუ ჩვენ გვინდა ხო რომ კლუბი დაემსგავსოს კლუბს, მან უნდა თავის ფეხბურთელებს შეთავაზოს დიმარიო დე ჟანეირო. მინდვრის მიღმაც ცხოვრების ნორმალური პირობები. კი, არა, თავისთავად. აქედან გამომდინარე ხა რატო სახოზე რო დავასრულოთ, ხო? სახოსთვის მოუძებნეთ ჩვენ სკოლა თბილისში, ანუ ოჯახი უნდა ყოფილიყო თბილისში, მას უნდა ეცხოვა ქუთაისში, ამაზე ჩვენ წავედით. მეორე რაც იყო ის, რომ სახო და პირდაპირ მომხმას ძალიან ღიად ორჯერ იმ 1 წლის განმავლობაში, როცა ჩვენ მასთან კონტრაქტი გქონდა, გაგრძელების ოფიციად ჩვენ გქონდა 1 წლიანი. სახო ამაზე წამოყვა, რომ თუ კიდე გენდონათ 1 წელი დავრჩებიო და თქვენ გადაწყვიტეთ ესო. და შესაბამისად ძალიან მარტივად რო გითხრათ, ანუ ორჯერ წონაშიც შევიდა, ფორმაც აღიდგინა და ორჯერვე ფორმა დაკარგა მაშინ, როცა სანაკრებო პაუზის დროს მან დატოვა საქართველოს, ანუ მას დუბაიში რაღაცა ასე ვთქვათ, რომანტიული ბიზნესები ჰქონდა. ჩაიყარა ხვეულები. თავარი მიზეზი ამისი იყო ის, რომ სახო იყო შეცვლილი სხვა
ატმოსფეროში თამაშს. სახოს უნდა ის სტადიონი ჩვენ ატმოსფეროში დავით მოდიში რა მოტივაცია არ ქონდა რო ჩამოდიხარ დღეს მაინც ხო იცი რა YouTube-ზე შეხვალ ნახავ რა YouTube-ზე შეხვალ ნახავ ჩვეულებრივად საჩადიხარ აგარემოა რა ის ეხა მაგას გაიგე ცოლი გამოვაგდა ატმოსფერო მოედანი ნოდარ თავის საკუთარი თავი რო დააყენო ეხა რა არ 18 წლის ასაკში პარის სენ-ჟერმენის კაპიტანი ხარ მიდიხარ ლივერპულში თამაშობ ეგეთ დონეზე კრისტალ პალასში რაგათა ჩამოდიხარ მე ერთი წამოიცა და ჩამოდიხარ მე და მიდიხარ თელავში თელაველებს დიდპატივისცემას ხო გასაგებია ჩვენ თელავი არაჩვეულებრივი ადგილია ხდები უბრალოდ მინდორი თელავში ხო ჩვენ თუ არ გვინდა მას მინდორი არ ქვია მიხვდი ჩვენ ვარქმევთ პირობითად მინდორს ოღონდ ეს მინდორი არ არის ეს არის ანუ რეალურად ეს არ არის სათამაშო გარემო და შესაბამისად ადამიანი რომელიც ნოდარის კითხვა გეგ ხო არ იცოდაო ანუ რეალურად ნახე რა დღეს ჯანფაკი წერელი ხო არ აძლევს ღორის ტყავზე დაწერილი კი მნიმა გათვალა ეს და მითხრა მე რომ სახოს უნდა ეთამაშა რამდენიმე კვირით გვიან უფრო მაგრამ მითხრა რომ იცი რაო აგერ ომონიასთან გასვლით თამაშზე ვათამაშოთ პირველად ეგეც ახლა სერხიო რამოსი არ ყოფილიყო მართლა ამომასკარა სახო რა იწუნებს ტიპი იმეს შენ ხა ისე თავის დაბარაგო რამოსი არ არის მაგრამ ტიპსა და აქ ნათამაშები გავიგე მაგრამ იცი რა არის რამოს არ დომებია ტორპედოში თამაში ზუსტად გეუბნები ამიტომ არჩევანი არამესვამო მაგრამ არასწორია რა ის იმის ქმედება რას ვიძახი ბჭო როგორ ხა სადღაც მიგეპატიჟებიან და ნახავ რა კი წავიდა რა ხო და რაღაც ჩამოდიოდა მეთქი დააიმე და ხალხი მაგაზე ვიძახი ანუ რეალურად ახლოს ვიყავით რომ მას ეთამაშა ის თუ ითამაშებდა ხო რეალურად სახოს ჩვენ კიდე ერთ წელს გავუგზავნით კონტრაქტს სახოს შევინარჩუნებდით და ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებდა მაგრამ რეალურად ის მედი მქონდა მეც რომ გავიგე სახო ჩამოდი თამაშა ხო არა ერთი რა გინდა ხა არა მეტი თამაშია არა ხო და დავიგე ჩამოდიოდა და რო ვიცოდი რა ისტორია სახომ არ გაამართლა პროექტმა და მე გავიგე რომ კაი გავაგზავნოთ სახო ფეხბურთი არ ითამაშა მაგრამ სახოს სახელმა ჩვენ მოგვიტანა ძალიან დიდი ცნობადობა და ის ბაზრები გახსნა რომელზეც მანამდე ტორპედოს შესახებ არავის არ სმენოდა всё გასაგებია მაინც შეიძლება შემდეგ კითხვას ვიკა კაცაზე იყო ჩა ვიკა ყოველთვის ლაპარაკობ სხვა გუნდების გაძლიერებაზე და ბევრჯერ თქვით რომ მე მიხარია რაც უფრო ბევრი კარგი გუნდი იქნება ლიგაშიო მე მიხარია ის თქვით რომ ბარტიშვილი იბერიაში წავიდა მაგრამ იმას უხარია ნიკორა მაგრამ არავის არ ნანობ თუ გაძლიერდება იბერია ანუ რას ნიშნავს არ ნანობთ ბოლო ადგილზე რო ხან ადგილში ხა ეს დღევანდელი სიტუაცია თან არ მესმის რომელიმე გუნდის დირექტორი ანუ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში რატომ უნდა საუბრობდეს სხვა კლუბის გაძლიერებაზე როცა მისი გუნდი ბოლო ადგილზეა კაი გეტყვით პრაგმატულად ვიკა ყოჩა მოდით მარტივად ისევ ნახეთ ხო იცით ბრძენიო სხვის შეცდომებზე სწავლობს ხო და სულელი თავისაზეო მოკლედ მე მოდი სულელის როლში დავრჩები და გეტყვით რომ ჩემი შეცდომებზე მაქვს ნასწავლი მაგალითად ჩვენ ყავს ფუტსალის გუნდი New Vision Georgians-ი რომელიც რამდენჯერმე ზედზედ გახდა საქართველოს ჩემპიონი და შედეგად მივიღეთ ის რომ ლეგიონერებმა გუნდი დატოვეს იმიტომ რომ დაინახეს რომ იყვნენ არა კონკურენტუნარიან გარემოში მათ უბრალოდ რო ვთქვათ ჩათვალეს რომ საქართველოს ჩემპიონში თამაშს აზრი არ ქონდა ის რომ ტორპედო მივიდეს იქ სადაც მე მინდა დარწმუნებული ვარ ყველას ჩვენ გვინდა ამისთვის აუცილებელია ტორპედოს ყავდეს სერიოზული კონკურენტები და შესაბამისად თუ ტორპედოს არ ეყურება სერიოზული კონკურენტები ტორპედო ვერ განვითარდება. ამიტომ მე გულშემატკივრობ დინამო ბათუმს რომ მალე გაძლიერდეს, გულშემატკივრობ დინამო თბილისს ამ გაგებით რომ ასევე იყოს იქ სადაც ყველას გვინდა რომ იყოს, იბერიას და გორის დილაზე მაქვს ესეთი რა რომანტიკული დამოკიდებულება, ძალიან მომწონს მათი მენეჯმენტი, ხარს უჭერ, ვემხრობი თუმცა ჩემთვის გორის დილა არის ინდიკატორი ჩვენი ჩემპიონატის. თუ გორის დილა სტრატეგიიდან გამომდინარე ეს გუნდი არის სამეულში, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ჩემპიონატ ჭირდება გაძლიერება. გორის არის ჩვენი ჩემპიონატის ატლეტიკო მადრიდი რა. ბარომეტრია უფრო მეტად, იმიტომ რომ ის სტრატეგია რაც არის. სულ რო ყველასთან და ისე ჭირდება. და სპაერია პირველ ადგილზე. აი. ხო, გავიგე კაცო, შარშან. ჯიგრები. არა, მაგარია. ეხლა ბარიშვილს ვიტყვი რა მარტივად რომ ისე არ იყოს. მე არ მithქვამს რომ ნახეთ, მე ვთქვი ბარტიშვილს რომ მიმართებაში ძალიან მარტივი რაღაცა. კი, ბარტიშვილი ჩვენ შემოგთავაზეს და ჩვენ უარი ვთქვით, არა იმიტომ რომ ბარტიშვილი არის ცუდი ფეხბურთელი
იმ მოცემულობით და იმ კონფიგურაციით, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ტორპედოში, მას ექნებოდა გაცილებით უფრო ნაკლები სათამაშო დრო, ვიდრე იბერიაში. ამას ვამბობ. ცუდი როგორ არის ძალიან მაგარი ბიჭია. მაგრამ სათამაშო დროის კუთხით, ანუ იმიტომ რომ ფეხბურთელების კონფიგურაციით რაც ჩვენ მქონდა და იბერია მაშინ აწყობდა გუნდს და ჩვენ ყავდა უკვე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რეალობა იყო მარტივი, ჩვენ გავანალიზეთ ის თუ რამდენად მიიღებდა ის სათამაშო დროს და ჩავთვალეთ, რომ ფეხბურთელის განვითარების პერსპექტივიდან პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო, რომ ის დასულიყო იბერიაში. ამას ვამბობ ძალიან ღიად. განსხვავებით სხვა ფეხბურთელებიდან, ვიზაც თქვი, რომ მართლა იყო ესეთი იყო ბიძინაშვილი მათ შორის, ვისაც მე უთხარი პირადად, რომ თუ ის იბერიაში წავიდოდა კონტრაქტ შეუწყვეტით, იმიტომ რომ მას კონტრაქტი ჰქონდა მოქმედი ჩვენთან და თუ წავიდოდა სადღაც აზიურ ჩემპიონატში, მას არ გაუშვებდი. იმიტომ რომ ჩემთვის რეალურად აქ იყო ეს ფაქტორი, რომ გაძლიერებულიყო ქართული გუნდი. ერთ-ერთი დაპირება კიდე ხანდახან ესე წამოწდება ხოლმე დაპირებები გინესის გარშე სხვათა შორის მოვდა ესე რომ არის ფიქრო რომ მადო გინეს არ დავაბრალოთ ყველას და ამ ბარს აი მან დაგაბრალა მე არა გაგებით ვამბობ იცი რომ ჩვენ თქვით ძალიან მარტო გულშემატკივართანაც რაღაცა ერთ-ერთ საუბრის დროს დაპირებას გავაკეთე რომ 2 წლის შემდეგი 2 წლის განმავლობაში ჩვენი მეოთხე გუნდს ევროტურნირებზე დავიბრუნებთ თქო ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ის ყველა გუნდი, ვინც წელს მონაწილეობს, ის 4 გუნდი, მომავალ წელს ის 3 გუნდი, რომელიც დარჩება, ხო, ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ დავიბრუნოთ მეოთხე ადგილი. ანუ იმიტომ კი არა, რომ 52 ადგილი ძალიან მაგარია რეიტინგში. არამედ ეს არის პირველი ნაბიჯი და შესაბამისად შემდეგი ნაბიჯი იქნება 30-ში და მერთმა ქნას რომ მალე 20 ლიგას შორის შევიდეს და ხართული იქნას რომ ძალიან ბევრი ქუთაისელი ადგილობრივი თამაშობდეს ტორპედოში, იმიტომ რომ ქუთაისი ის გარემოა და ზოგადად ახლა სპეციფიური ესეთი ქალაქია და გუნდი რომელსაც და არ გაუხარდათ დიეგო დეისაძის დაბრუნება ქუთაისელი ტორპედოს აღზრდილი რო დაბრუნდა ტორპედოში იონსენის მაგივრად. იონსენის მაგივრად. არა, იონსენის ხო იონსენი ჩაანაცვლა ანდრიჩმა და დამატებით მეორე ცენტრალურ თავმჯდომარე დეისაძე. ანუ გავცვალეთ ანდრიჩში და დეისაძეში ერთი ხო და აი ადგილობრივიც არის. და ის რა ქვია, თავის აკადემიით არა ყველა 21 წამდე ნაკრების ფეხბურთელია, ხო, რეალურად პერსპექტიული ფეხბურთელია და მისი იმედი გვაქვს, ხო, არა მარტო, რა ვიცი, ჩვენ, სხვებსაც, ყველას, ანუ მიდი ჟილბერტ დასვი. არა, დასვი, ეხა ჟილბერტს გავხდი, სილვა შეცე. ხან ფორსოს მეძახის, ხან ჟილბერტოს სილვა. შეხბეხტ. მიდი შეხბეხტ. შენ ხო იცი რა ნოდარას დაგარქვი და აღარ ვიძახი, არ ვასენებ ხალხს. მიდი მაყვალ. რა დავარქვიდო? მაყვალ გადიღე. მიდი, შემდეგი გიბრძანებ. არ მხედველობაში მიიღეთ ამ საუბარს, უბრალოდ ზემოთ სერიოზული გამოგვიდათ, ცდილობენ რომ განმუხტონ სიტუაცია. არა, კარგად მივიდივართ. ჩვენ ვისა ერთი წერს ის დღეს ჩვენ ჟანრში არ ტრეინერს რატო არ ცვრითო? ვისო? ტრეინერს. ეგ ხო ვილაპარაკეთ მაგაზე, შეცვლით რატო? ისე როდის შეხედა, აი ზედიზედ შუსტერზე არის ბევრი კითხვები და გავაერთიანებ ტრეინერს რატო არ კაი მოდით ხო ძალიან ღიად რო ვთქვა. გაგა გოჩელაშვილი წეს. დიახ. პირველი. ანუ მე დიდი იმედი მაქვს, რომ აპრილის ბოლოს ტორპედო იქნება სხვა პოზიციაზე, ითამაშებს სხვა ტიპის ფეხბურთს, ანუ მაგათ ერთ თვეს ვამბობ, ხო? ანუ აქ არა ლაპარაკი, მე არ გეუბნებით, რომ 9 თვის მერე ვილაპარაკოთო, ხო? ერთ თვეში ეს შედეგი იქნება განსხვავებული და იქნება ის პერსპექტივა, რომ ჩვენ ამ წუთას ვენდოთ, რომ გუნდი ევროტურნირებზე ყოველგვარი რყევების და გვერდითი ეფექტების გარშემო მომზადოს. ძალიან საინტერესო რა არის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ფეხბურთელი შემოთავაზება გქონდა ამ ზამთრის სატრანსფეროზეც. იყო პერიოდი, როცა ჩვენ ფიქრობდით რაღაცა პოზიციების მნიშვნელოვან გაძლიერებას, ანუ მნიშვნელოვან რას ნიშნავს, რომ თვისობრივად ერთ საფეხურით მაღლა მყოფი ფეხბურთელი მოგვეყვანა, ხო? ეს რო არ გამოვიდა, მე ეს სია როცა წარუდგინეთ, ძალიან მარტივი რაღაც მითხრა დირკ შუსტერმა, რომ ისინი თვისობრივად არ არიან უკეთესი ფეხბურთელები, ვიდრე ჩვენ გვყავს. ამ ფეხბურთელებთან ერთად ის უკვე 6 თვეა მუშაობს, იმიტომ რომ 6 ფეხბურთელი მასთან ერთად მოვიყვანეთ ჩვენ ზაფხულის პერიოდში და შესაბამისად მას ურჩევნია იმ ფეხბურთელებს ენდოს, ხო? მათთვის ვინც ეხა რაოდენობრივი რაღაცები რო არაერიოს 6-ვეს ჩამოვთვლი მარტივად რო იცოდენ, ხო? ანუ ეს არის მატეო იტრაკი, სიმიჩი, მანე, მამუჩაშვილი, ანდრიჩი და ჟორჟინია. ეს 6 ფეხბურთელი იყო დირკ შუსტერთან შეთანხმებული, 2 იყო ჩვენი ინიციატივა, მამუჩაშვილი ხა ბუნებრივია დირკ შუსტერზე უკეთ ჩვენ ვიცოდით ვინ იყო და ანდრიჩი, იმიტომ რომ ანდრიჩთან მიმართებაში წლის დასაწყისში გვქონდა ჩვენ მოლაპარაკება რიეკასთან, მაშინ გამოსასყიდი იყო ძალიან მაღალი და ამიტომ თავი შევიკავეთ, ზაფხულში კი რიეკამ თავად შემოგთავაზა ოფცია, რომელზეც ჩვენ დავთანხმდით იჯარის ოფცია. შესაბამისად დანარჩენი ფეხბურთელები ხო იყო უშუალოდ დირკისთვის შეთავაზებული სხვადასხვა
ასე ვთქვათ, წრეებიდან და მან ჩათვალა, რომ ეს 4 ფეხბურთელი მას გამოადგებოდა. ანუ ნახეთ მარტივად, ეხლა 11 კაცი 6 რას ნიშნავს ხვდებით, ხო? ამიტომ მან ეს ფეხბურთელები მოიყვანა ევროტურნირების წინ, ენდო და აქციაც უნდა სურვილი რომ ტურნირების წინ 3-4 ხო, არა, მაგრამ რეალობა რა არის, იცი? ის რომ რაღაცა 60 კაცს ამატებ, ხო? გუნდს ეს არ არის ყოველ სატრანსფეროზე 2-3 არა, ხო, მაგრამ ბილდს რო ამატებ, ან ბილდთვის რო შეადგეს ის 4 კაცი. არა, მაგრამ ეხა შევინარჩუნეთ. ეხა შევინარჩუნეთ სრულად, მიხვდი ეს 6 ფეხბურთელი დავტოვეთ. ეგ არის რეალურად, ეხა უყურებთ რა მოხდება, ხო? ეხა აგერ ვარ ბოლო ადგილზე. შენარჩუნება არის ძალიან კარგი. ზაფხულში მივაქვს და ნახავთ რა იქნება. კი და თავარე კვალელა არ მოიყვანა. გააგზელე, გარყვნილო. კვალელა ეს დამპალი. თავისუფალი აგენტია სხვა შორის. კი, შემდეგი გემის ბეჭდებში თამაშობდა. მოასწარი. იცით ეგ ფეხბურთელი. არ მახსოვს. არ თქვა ეხლა. სენიორიტების ხედან არ რა თქვა რა, ეხა ეგეთი გვარია. ხო, მაგრამ არ იციან და რატო უნდა გააშხე? ბეჭდების ფორვარდი კვალელა. ხო. არა. კვალელა მუტელი. აუ, არ იცი ეგ მართლა. წამე ორთქლი გა. ოღონდ იყო მართლა და გაუშვეს, იმიტომ რა კარგია რომ არ მესმის რაღაცები. ასფეგეს კაი, ეხა მაგას მივხედავ. აუდო და ვერ მივხვდი, მაგრამ მე მგონია სპორტის სხვა სახეობაზე საუბრობთ, მე არა, ეს ბიჭი ენა სადღაც დადის გუნდზე. მოდი დატოვე რა აუდიტორია. დავით მოგელაძე, აი ისე შუსტერზეა ეს, მაგრამ ძალიან გთხოვა წაუკითხე და წაიკითხე, რატომ არის გუნდი ესეთი მოსიარულე მკვდარივით, სულ დაცვაში ჟინი რატო არ აქვს, რა ნახეთ ამ შუსტერში, შუსტერი ხო რჩება, ხო? მოკლედ რა უნდა მოხდეს რომ წავიდეს ნახეთ, არა, მე რასაც ვამბობ, ვის უნდა შუსტერი ხალხმა გულშემატკივარს. პირიქით ვითხოვენ გაუშვიტო და უნდათ რომ წავიდეს. მეთქი დარჩესო და ვერ გავიგე, დავით გისმა. აი, კიდე როგორ თქვა? დავით, ჩემი დათო არის, ჩემი დათო. აკეთა ბოლოს ეგრე. თვით, კაი, ზოგადად. არა, ხო, ნახე, მარტივად შუსტერის თემა რო შევკრათ, ხო? ანუ მე მართლა მგონია, რომ როდესაც 2016 წლის გერმანიის საუკეთესო მწვრთნელი ყავს მწვრთნელად ქუთაისის ტორპედოში რაღაცა პერიოდი მას დრო უნდა მიცე მინიმუმ იმიტომ რომ მე არინანო რომ მისთვის დრო რომ იმეცა იქნებ რა მომხდარიყო ეხა ისე გამომდიოდა ეგ იმა რო უთხრა შტეგერას დათომ რო უთხრა შენ ტელევიზია გიახე შენი გუნდია დათო და რა გუნდია ის არა მე ხარ გითხრა კონკრეტულად ვამბობ შეუნა მე იმედი მაქვს რომ ზაფხულში ჩვენ შუსტერთან მიმართებაში აზრს შევიცვლით. თუ ეს არ მოხდება, შემდეგ დარწმუნებული ვარ შეგვიძლია კიდევ მიუბრუნდეს ამ თემას. აი, დიდი ბოდიში. იოსელი, გეხეთები ჩავიარო, თორე ძალიან ბევრია, ნუ და მე მაგინები. აი, გიბრძანებ, მიდი. რატომ ინიშნება მამუკა მენაბდე წერს? რატომ ინიშნება ხშირად ტორპედოს თამაშები ძალიან გვიან? სად ხდება ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტა მუშაობა დაამთავროს და გუნდის შემდეგ თამაშობდეს ამის ისედაც შეთხებულ კომაგებს კარგავთო. გეთანხმებით აბსოლუტურად. ამაზე ჩვენ საუბარი გქონდა ფედერაციასთან, სხვათა შორის ფედერაციის ინიციატივით მათ ვკითხეს რომ თამაშებით რო ადრე დავნიშნოთ, წინააღმდეგი ხო არ იქნებითო? ჩვენ უთხარით რომ მივესალმებით თქო. ანუ ეს ნიშნავს იმას რომ ყველათან აკმაყოფილა და არა, ჩათვალეთ რომ ძალიან მალე შეიცვლება და აგერ ამ პატე მამუკას ვეუბნებით რომ პირდებით რომ ფედერაციის დასტური არის რომ თამაშები ბევრად უფრო ადრე ჩაინიშნება რომ გულშემატკივარმა დროულად შეძლოს სახში წასვლა იგივე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება. ეს იგორ გიორგაზია, არ ვიცი ეს. სხვა იგორ გიორგაზია. ამას გინდა დაუსკითხო, გინდა არაო. მაგას მეუბნება? არა, გაიგე, არ უპასო, რა ესა, უბრალოდ კაია, ხო და მოდი გამოვიცნო, რისი კითხვა უნდა და? არ ვიცი გეკითხები. არა, მე გეტყვი კარ კითხვას, ეხა ნიკა ხუციშვილი აკადემიებს. კაი, იგორ გიორგაზეს მივესალმები. ძალიან სასიამოვნოა მისი დამოკიდებულება და ვთავაზობ, ნებისმიერ დროს მობრძანდეს ტორპედოს თამაშზე და მზადვარ რომ თამაშის შემდეგ შევხვდე და პირადად გავესალმო. მე მგონი არ ეგონათ, აქ ჩვენ რო ყველაფერს ვიკითხავდით. ნიკა ხუციშვილი აკადემიებს მიხედოს მეტი ფული ჩადოს მომავალი თაობის ახსასდედად ვინც სმას და სიგარეტის მოწევას არ გადაყვება სხვანაირად მისი მოღვაწეობა უაზრო იქნება ასე გადაეცით პირდაპირ. ხო, აი ესე აკადემიაზეც გითხარი, ხო, ანუ ნახეთ, ჩემთვის აკადემიების განვითარება არის სტრატეგიული პრიორიტეტი, პირველ ამბობ, ჩვენ იცით რომ ტორპედოსთან ერთად დავიწყეთ სწორედაც ინტერის აკადემიის განვითარება. ეხა იმიტომ კი არ ვამბობ, ეხა შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ ესეც ბოდიში ხა სმაილა იჩუბა ძალიან და ცუდად არის მონათია. შაო?
ხო, და ამ აკადემიის ამბავი ხო, ძალიან კარგი კითხვაა, სწორი და შესაბამისად მომავალზე ორიენტირებული. პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ იმავე წელს, როცა დავიწყეთ ტორპედოსთან თანამშრომლობა, დავიწყეთ აკადემიების განვითარება. ერთ-ერთი პირველი, რაც თბილისში გავაკეთეთ, იყო ინტერის აკადემია და შესაბამისად ინტერის აკადემიასთან ფაქტიურად ჩვენ უკვე 5 წლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. შემიძლია გითხრათ, რომ ინტერის ყველა გუნდი არის ეგრეთ წოდებულ ოქროს ლიგაში უკვე და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო განვითარება გვექნება უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ქუთაისის ტორპედოს, ეს არის ამ წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წლის განმავლობაში ჩვენ ქუთაისში განსხვავებულ გარემოს შევქმნით. ისეთ გარემოს, რომელშიც კონკურენტუნარიანი ფეხბურთელები გაიზრდებიან, ისინი გახდებიან ქუთაისის ტორპედოს ნაწილი და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ ქუთაისის ტორპედოში მისი აკადემიის აღზრდილი არაერთი ფეხბურთელი ითამაშებს. უკვე დღესაც რო შევხედოთ, რეალურად თქვენ ნახეთ და სწორედ აი როცა დირკ შუსტერზეა საუბარი, მისი ძალიან დიდი დამსახურებაა თუნდაც ის, რომ წინა ზაფხულში ჩვენ იგივე ალეკო ბასილაძე ჰქონდა არაერთ შემოთავაზება ტრანსფერის. მაშინ ღიად ვისაუბრეთ დირკ შუსტერთან იმასთან დაკავშირებით თუ რას ფიქრობდა ის ამ ფეხბურთელზე, რამდენად სწორი იყო მისი ტრანსფერის განხორციელება და შესაბამისად ჩვენ შევჯერდით მარტივ რაღაცაზე. ანუ მან მითხრა, რომ მას აქვს განცდა, რომ იმ გუნდში, სადაც ის მიდიოდა და იყო საბერძნეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერზე საუბარი, მას გაცილებით ნაკლები სათამაშო დრო ექნებოდა ვიდრე ჩვენთან ქუთაისის ტორპედოში. და ფაქტია, რომ გაამართლა, იქიდან გამომდინარე თქვენ ნახეთ, როგორი ბოლო თვეები ჰქონდა ალეკო ბასილაძეს, ხო? ანუ ჰქონდა ჰეტ-ტრიკი, ჰქონდა 3 საგოლე პასი, ანუ რეალურად მან აბსოლუტურად სხვა დონეზე დაიწყო თამაში. არა, ეგ ძალიან მაგარი ამბავი გითხარით, ეხლა ეს აკადემიის დაქოქვა, ასე ვთქვათ რა, ადგილობრივები გჭირდება ყველას. კი, არა, ის მოხდება ყველა შემთხვევაში და ახლოს რამდენი ის არის, ხო, ეხლა ქალაქი ჩამოვლენს, ესტაფონია ის არის, რამდენი მარჩი. კი, ჩვენ ვცდილობთ ეხაც უკვე პირდაპირ რო გითხრათ, ბაზაზე 30-ზე მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი ცხოვრობს. იქ ვარჯიშობს. ხო, პირობები არის. ყველანაირი პირობა აქვს იმისთვის, რომ განვითარდეს, ეს უკვე დღეს, მაგრამ გეუბნებით, რომ იმასთან შედარებით, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, ნიშნულად უკეთესი პირობები გვექნება ერთი წლის თავზე. ისევე როგორც გითხარით, რომ როცა იგივე დირკ შუსტერს ვთავაზობდით ქუთაისში ჩამოსვლას და ვაჩვენებდით თუ რა იქნებოდა ბაზაზე, მასაც კი ვერ წარმოედგინა ის, რასაც ის ერთ წელიწადში ნახავდა. შესაბამისად, ეხლა თქვენ ნებისმიერ დროს, რა ვიცი, გეპატიჟებით ქუთაისში, ნახეთ ჩვენი საწვრთნელი ბაზა და მე ძალიან ვიხარია, რომ უკვე არაერთ ფეხბურთელს აქვს ეს შემთთვის ნათქვამი, რომ ესეთი პირობები არათუ საქართველოში ძალიან ბევრ ევროპულ კლუბში ფეხბურთელებს არ აქვთ. შესაბამისად, კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, რომანტიული დაპირება, ერთი წლის თავზე მოგზავნდით და ნახეთ როგორი იქნება ქუთაისის ტორპედოს აკადემია. სკაუტებზე და დირექტორებზე არის კითხვა, კიდე სკაუტები რატო ენდობით როგორც სააგენტოებსო, არ ჯობირო საკუთარი თვალითო თქვენ ხალხმა ნახოსო ის ფეხბურთელებიო და ასევე სპორტულ დირექტორზე აკეთებენ აქცენტს, რომ უცხოელი ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვისაც, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. მოდით ორივე სალთულყი შევეხოთ. ანუ სკაუტებთან მიმართებაში მე რამდენიმე კითხვის წინ ვახსენე, რომ იგივე ჩვენ ბალკანურ ბაზარზე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და კონკრეტულ სააგენტოსთან თანამშრომლობთ იმ ბაზართან მიმართებაში. ანალოგიურად ჩვენ გვყავს წარმომადგენლები, რომლებიც ბრაზილიის კონკრეტულად ბაზარს ეგრეთ წოდებულს აკვირდებიან და შესაბამისად ასევე ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც აკვირდებიან ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს. ეს სისტემა ბუნებრივია, რომ ვითარდება და მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბუნებრივია მეტის მოლოდინი მაქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ჩვენ რაღაცით ამ ნაწილში უკმაყოფილო ვართ. თუნდაც ის მოლოდინები რაც შეიქმნა, სწორედ იმიტომ შეიქმნა, ხო, რომ ჩვენ გვყავს თვისობრივად უკეთესი ფეხბურთელები, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოს ვიღაცამ საქართველოს ჩემპიონატში, ხო? თუ ჩვენი სამ ჩემპიონატი განვითარდება და ეს აუცილებლად მოხდება, ჩვენ შევძლებთ თვისობრივად შემდეგ ეტაპზე გადასვლას. ამიტომ ეს ბუნებრივია მუშა პროცესია. სპორტულ დირექტორს რაც შეეხება, სწორედ სტივ კინი იყო სპორტული დირექტორი ტორპედოსი, თუნდაც როცა მან დაასრულა მისი მოღვაწეობა მთავარმცველის რანგში, კიდევ ერთი წელი სპორტულ დირექტორად მუშაობდა და ესეც ძალიან მიზანმიმართული, გათვლილი სტრატეგია იყო. ჩვენ მაქსიმალურად ვნახეთ რა შეეძლო სტივს, რომ შეემატებინა ტორპედოს განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე ძალიან მარტივ რაღაცაზე რო შევჯერდეთ, ანუ როგორც წესი, როდესაც გუნდს აწყობ, შეიძლება
დაუშვა, რომ სპორტული დირექტორიც უნდა დაიწყო, უნდა მოიყვანოს სპორტული დირექტორი, რომელიც მოიყვანს თავარმცველს, სამწვრთნელო გუნდს, მოიყვანს ფეხბურთელებს. დღეს ჩვენ სხვა ვითარება გვაქვს. დღეს ჩვენ გვყავს თავარმცველი, გვყავს ფეხბურთელები, ამიტომ ახლა დამატებით სპორტული დირექტორად სხვა ტიპის ადამიანის ჩართვა, ეს შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს. თუ ჩვენ მივართ იმ ეტაპაზე, რომ მოგვიწევს გადაწყობა რაღაცის მნიშვნელოვნად, არა ეტაპობრივი განვითარება და გაძლიერება, არამედ გადაწყობა, მაშინ შეიძლება ეს ლოგიკურიც იყოს, რომ ჩვენ სწორედ სპორტული დირექტორის მოწვევით დავიწყოთ. ამიტომ ეს არ არის რაღაც ისეთი, რაც არაბუნებრივი იქნებოდა, უბრალოდ ეს არასწორია ამ ეტაპზე განვითარების, როცა შენ ყავს მთავარმცველი, სამწვრთნელო თიმი და ყავს უკვე ფეხბურთელები. ირაკლი სვანიძე წერს, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ყველა უკმაყოფილოა დღევანდელი ტორპედოს შედეგით, ფეხბურთელების, კომაგების, სტაფის ჩათვლით. გითხრას, რომ რა კეთდება ამ წამს კონკრეტულად მომდენო 2-3 ტურში რას უნდა ველოდოთ ქუთაისის ტორპედოსგანო, გითხრას პირდაპირ ზუსტად დაპირებების და ვარაუდების გარეშე. ხო, ну რაც არ უნდა თქვა დაპირება მაინც გამოვა, ხო? ანუ რეალურად ამ წუთას რაც ხდება, არის ის, რომ, თავის მოთ, მაშინ სტატისტიკა ავიღოთ. პირველ 2 თამაში ტორპედოს ჰქონდა კატასტროფული სტატისტიკა. მომდევნო, ანუ შემდეგი 2 ტური, ანუ ეს იყო იბერიასთან და გორისილასთან თამაში, 60%-ზე მეტი ჰქონდა ბურთის ფლობა, ხო? ანუ რეალურად იმასთან შედარებით, რაც იყო პირველი 2 თამაში, შემდეგ 2 თამაში გუნდი არსებითად სხვა ტიპის ფეხბურთს თამაშობდა. მიუხედავად ამისა, რომ ბოლო თამაში ჩვენ მქონდა 60%-ზე მეტი ბურთის ფლობა, კარში დარტყმა იყო 3. რაც არის კატასტროფა. ხო, მომენტები არის, ცენტრში საჯარიმოსთან ფლანგზე პასი უკან დაბრუნება, ეს გასაგებია. ფეხბურთელები უნდა ააკეთო. ხო და იცი რა, მართლა ბუნებრივად ჩნდება რა ეს კითხვები, რომ აი რამდენი უნდა იყოს, მე შორს ვარ იმაზრის გარო, რომ მხოლოდ ჩუსტერის ბრალია იქ რამე რა. აი რა შანსი სადამდე შეიძლება თქვათ აი გვიყურებს ახლა ტორპედოს კომაგობა რა ამხელა ჯგუფია ხო? აი სადამდე შეიძლება იყოს შანსი შუსტერის. მიცემული. ანუ დირკს თავად აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ თუ წლის ბოლოს ჩვენ არ გვექნება ის შედეგი, რასაც ველით, მან ზუსტად იცის, რომ მე მომიწევს მასთან დამშვიდობება. შედეგი მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობა? მაქსიმალური შედეგები. ყველა მართულებით არ არის. აი მაქსიმალური შედეგი. აი ხა ნახე არა, არის 3 ტურნირი. თუ ვერ გახდა ევროპაზე გაიარა 2 ეტაპი? თასი. ხო, ანუ 3 ტურნირი გვაქვს საქართველოში. კი ბატონო. თუ ამბობ, რომ 3-ვე ტურნირზე ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მაქსიმალური შედეგისთვის, ხო? ეხა მოლოდინი რომ 3-დან 3-ვე უნდა მოიგოს. არა, ეგ გასაგებია. ხო, ანუ ამბობ რომ არ იქნება არ იქნება ლოგიკური მოთხოვნა, ხო? მაგრამ მოლოდინი ეს არის. მოლოდინი ჩვენ გვაქვს ის, რომ ტორპედომ 3-ვე ტურნირზე მაქსიმუმისთვის უნდა იბრძოლოს. აიღოს სუპერთასი ივნისში, იბრძოლოს თასის მოგებისთვის და იბრძოლოს ჩემპიონობისთვის. შემდეგი ეტაპი. ჩვენ გვინდა რომ ევროტურნირებზე გუნდი ღირსეულად წარსდგეს. ანუ რეალურად გავაკეთოთ ყველა მაქსიმუმი დღეიდან ივლისამდე, მე თუ არ ვცდები 7 ივლისი იქნება პირველი ტური და ეს ნავიც დადებითი მაყურებლისთვის ალბათ არის ის, რომ პირველად ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვიქნებით განთესილი დიდი ალბათობით. ანუ შესაბამისად დავიწყებთ განთესილი ან როლით, რაც აქამდე არ გქონია. ანუ ტორპედო წარმოიდგინეთ, რომ ანუ თუნდაც ჩვენი გუნდის სტაბილურობაზე მეტყველებს ის, რომ ვართ ერთადერთი გუნდი, ვინც ზედიზედ მეოთხედ საქართველოსთან მონაწილეობს ევროტურნირებზე. შესაბამისად ვამბობ, რომ მონაწილეობა, ხო, ესეც შედეგია, ხო? ანუ რეალურად რომ ერთადერთი გუნდია, რომელიც მეოთხედ ზედიზედ ანუ სტაბილურობას აჩვენებს, ხო? მეოთხედ მონაწილეობს, პირველად ვართ განთესილი. და შესაბამისად გვაქვს მეტი შანსი რომ უფრო ღირსეულად გამოვიდეთ. ტორპედო რომ მხოლოდ თუმცა მოლოდინიც მეტია. რა თქმა უნდა, მე წეღა რატო ჩაგეკითხეთ, იცი იმაზე რომ აი ეგ არ ჟღერს თქო ეგ ამოცანა, აი მე რომ მწვრთნელი ვიყო, მაგალითად ანუ ფეხბურთელის გაუგებარია რა, იცი რომ მაქსიმალურად შორს, არ ვიცით მაქსიმალურად შორს რას ნიშნავს და მაქსიმალურად რომ ბევრ წარმატებას მივაღწევ. აი კონკრეტული ზიამოცანა წელს 2025-26 წლის სეზონში უნდა გახდე ჩემპიონი. 2026-27 წელს ხო და ნუ ხანდახან არის ხოლმე რომ არ არის ეს გაუგებარი. სხვა რა ამოცანა უნდა გქონდეს. არა, ეგ სხვა რამია, სხვა რამ ამოცანა იყო. შეუძლებელია ხო? ანუ ნახე, აქ რაღაცა მართლა რა ვიცი. ხო, მაგრამ თამაში შეფულების თეორიებზე ხო არ ვილაპარაკებ. მაქსიმალური შედეგი არის ყველა თამაშის მოგება. მაქსიმალური შედეგი არის ყველა ტურნირზე გამარჯვება. ეხლა
ჯერა თუ არა მე რო ტორპედო ამ გათამაშებაში კონფერენს ლიგის თასს აღიღებს, ხო? არა, მაგას არ უნდა ვამბობდე ალბათ ამას. არა, ეხლა რეალობას არ უნდა მოვწყო. არა, კონფერენს ლიგის მოგება იქ ერთ ეტაპს ვერ ვლახავთ. ხო, ანუ ამისი მაგიტო გეუბნები, იმიტომ რომ არ მინდა. უბრალოდ მე დღეს ამისი მგონია რომ ეს არის ცოტა ადრე და შესაბამისად ესეთი თამასა იქნება არასწორი. ცოტა გეკითხებით რომ 5 წლის განმავლობაში მესმის სულ ეგ რა მარტო თქვენზე არა სხვადასხვა გუნდებზე რომ აი მაქსიმალურად რომ აი შორს გავიდეთ ან საპრიზო ადგილები დავიკავოთ და ეგ არის რა. არა ხო, ნახეთ, თო საქართველოს ჩემპიონატზე ვსაუბრობთ, ნახეთ პირველი ტურნირი, რომელშიც ახლა ტორპედოს პირველი თამაში ვიცით ზუსტად, რომ ნახევარფინალი სუპერ თასის გასვლითი თამაში ექნება გორის დილასთან. გორის დილასთან ბოლო თამაშით არ ვართ მაყოფილი. პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ვთვლიდით, რომ უნდა ეს თამაში მოგვეგო, ვერ მოვიგეთ. შესაბამისად, შემდეგი თამაში გორში, გუნდს ექნება ივნისის ბოლოს, ექნება სუპერ თასის ნახევარფინალი. შესაბამისად, ხო, იგივე დირკ შუსტერს ექნება რეაბილიტაციის შანსი, რომ გორის დილას გასვლაზე გორში ნახევარფინალი მოუგოს და შემდეგ ფინალი. იმ შემთხვევაში თუ დინამო თბილისი ითამაშებს გვექნება ქუთაისში, შენგელი არენაზე, თუ იბერია გაიმარჯვოს მეორე ნახევარფინალს, გვიქნება იბერიასთან. აი, ამოცანა, ეგ გასაგებია, რომ იქ უნდა რევანში ავიღო, იქ ხო და ეხლა კონკრეტული ამოცანაა ტყიბულის ბეშახტი. ხო. პირველი. თორე ეგ ეხლა და თქვენ მდგომარეობაში ძალიან კარგად შევდივარ. აბსოლუტურად მართალი ხარ. ხო, პირველი ამოცანა მანდ ხო პირველი ამოცანა არის 3 აპრილს მოუგოთ ტყიბულის მეშახტეს, 7 აპრილს მოუგოთ თბილისის და აუხდე ჩემპიონი რა, ეგ არის, ეგრე უნდა. ვიმსჯელოთ უკვე შემდეგ თამაშზე. უყურე რაზეა ლაპარაკი, ეხლა ძალიან კარგად მესმის. ტყიბულის მეშახტე არის მოკოქილი გუნდი, კარგი გაგებით. არის ხოძზე, აი ესე რო თქვა. აუ, და რო იტყვი მე რაღაცა გამახსენდა, აუცილებლად უნდა. ეხლა მოიკლავენ თავს თქვენთან. და თქვენ რო იყო გზად ამისთვის. ჩვენ ჩემპიონატში თამაშს მოგება ძალიან რთული არის. ნებისმიერი თამაშს მოგება რთულია. აუცილებლად უნდა თქვა, აი მეშახტესე, კაი რა მიახსენე. ბრავო, ვინც აი შერეკილების აი ფოტო გააკეთეთ და რაღაცა ახალი შემოვიდა მაგ მხრივ აი სოციალურ ქსელშიც ქართულ გუნდებზე მიჩვეული არ ვართ ესეთ ხო აქედან ფიროსმანი შემოიტანა ეგ ტორპედო ნახატები ჩანახატები ძალიან კარგი იყო რა შერეკილების გეგმავთ უბრალოდ მე ნახე ბაშიაჩი ბრავო ვინცე გააკეთე რომ იგიაში აიგივე გუნდის იდენტობის გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი არა არა მესმის ეს საინტერესო ფაქტი იყო ტორპედო ჩემთვის არ არის მარტივად რო ვთქვათ, საბჭოთა მუშათა ავტოქარხნის მუშათა გუნდი. ეს ლეგასი ასე ვთქვათ, ჩემთვის რომანტიკული არის. ქუთაისის ზოგადად. მაგრამ გუნდი, რომელმაც, ნახეთ, რომელიც ჩამოყალიბდა 1921 წელს, ბაშიაჩუკის სახელით, რომელმაც ამით გამოხატა გასაბჭოების მიმართ პროტესტი, კი ბატონო, რომელმაც აქცენტი გააკეთა აკაკი წერეთლის ბაშიაჩუკზე. ანუ ძალიან მარტივად ხაზი გაუსვა იმას, რომ უნდა და ყოფილიყო ვაშკაცური, შეუპოვარი და კიდევ ერთხელ ხაზგასით ვამბობ, სამართლიანი გუნდი. ჩვენ გვინდა რომ სამართლიანად მივახციოთ ყველაფერს, სადაც მივახცევთ, გვინდა რომ ვიყოთ ყველასთან მიმართებაში გახსნილი, მათ შორის, ვიცი, მაქსიმალურად ვცდილობ მე პირადად რომ ვიყო გამჭვირვალე, ღია და შესაბამისად ყველას გქონდეს სწორი ინფორმაცია. დაუშვებ არ მინდა ხა ეს ესეთი უცნაური დაპირება, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, კიდევ არაერთ შეცდომას ბუნებრივია. იქიდან გამომდინარე ცხოვრება ესეა მოწყობილი. დაპირებას მომიწევთ ეხლა ეს აკეთებსო ხო არის ეგრე რა. მაგრამ ვთავაზობ ასევე ყველას, ვინც ამ ჩვენს გადაცემას უყურებს, რომ გამოსწორებას ყველა ლოგიკურ საღ შეთავაზებას ხედველობაში მივიღებთ და მზად ვარ ამ ადამიანებთან ერთად ვიმსჯელოთ გამოსწორების გზებზე. კი ბატონო. ვართ გახსნილი და ვეცდებით რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მივიდეთ იმ შედეგზე, რომელიც ჩვენ გვინდა. კი ბატონო და ხო და აი ეგ შედეგი დაგვიწერე ეხლა ნიკორას ჩვენი კომაგის ტრადიციულ ისტორიულ დაფაზე. აი ხა ხელი მოგვიწერე კაცო. კაი ხუმრობ ხელი მოაწერე. და უნდა დააწერიო. ვიცი დაწერა გინდოდა ესე. არა კაცო მოგვიწერე ვინახავთ მე ამ დაფაზე. ეს არის ჩვენი ისტორიული დაფა, ჩვენი ძმა და მეგობარი. ამიგო კომაგი. სადაც გინდათ, სადაც. აი აგერ ნახე რაღაც ძალიან რომანტიკულად არის ფეხბურთის ბურთი და ჩოგბურთის ჩოგანი, ხო? ფეხბურთ ზედ. აჰა ბურთზე. კარგი გვინდა.
არა ეს ფოტო იმას არ ხმოვანებს ხო არა ხო ეგ გერომეს ახმოვანებს სერიოზულად ის ცნობილი ვიდეო როა ხო ის პანდემიის დროს ხალი რო გამოდის არ არის ეს კარგად კარს რო იკეთებს აი ეს არის შენზე ეგ შენიყავი და გაბლარის კადრი კარგი მადლობა მეგობრებო და აქვე ვიტყვი რა დავირი რაღაცა ზაღალი დამიგლიჯეს და რა ხდება რა შემეწყობათ ბოლოში და შეგეცემაში გეტყვით იმედი ყველაფერი კარგად იქნება ზაღლი დაგლიჯეს სხვა ზაღლებმა რა ვიცი არა ხო და ბიჭო არ ვიცი როგორ არის არა მოდგენა უყურეთ ლაილაის გამოიწერეთ ლაილაი გამოვთქვათ რომ ზაღლური დამოკიდებულებისგან განსხვავებული გვექნება ადამიანებს შორის დამოკიდებულება და ერთად შეუწყობთ ხელს ფეხბურთის განვითარებას კვინტონას ზაღლის გამო სმაილასი უსაყვარლესი რომელსაც ლოყები არაერთხელ გამიწელია მე გადაიდო დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაში მაგრამ გპირდებით შემდეგ ჩაწერაზე დიმა ძალიან ცუდად დაიჭება კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაში და უყურეთ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას უკომაგეთ ქართულ ფეხბურთს კომაგთან ერთად კეპეთ ლესეთ აბნელეთ რაც გიდათ გააკეთეთ და პირი ლოყები ორივე მხარე გამოიტენეთ და დახო ადიოს სამოტები და სულ ეს ერთი ესპანელი ჩვენ საუბრობთ და ყველას ვინც კითხები გამოგიზარდა შემომიყვანე ვინმე რომლებიც გამეორდა ეს კითხები არ დაგვისვავს ლოგიკურია წავედით აბა გამოიწერეთ ჩვენი არხი და დიმასთან ერთად გადადით გესბერდაში ნახვამდის